ზარხუფი, სილვია პლათი, კითხულობს ნიკო. 5 ნოემბერი 2025 წელი, ანკარა, თურქეთი. ნაწილი პირველი. უცნაური, სული შემხუთავი ზაფხული იდგა. ის ზაფხული, როზენბერგები ელექტროსკამზე რომ დასვეს. მე კი მოულოდნელად ნიუ-იორკში ამოვყავი თავი. სიკვდილით დასჯის წარმოდგენაც კი გონებას მიბნელებს. არადა იმ ზაფხულს გაზეთები მხოლოდ ამაზე წერდნენ. ყოველი ქუჩის კუთხიდან, ყოველი მეტროს სადგურის მიწის თხილის სუნით აქოთებული ხახიდან, უზარმაზარი მყვირალა, სათაურები პირდაპირ მე მომშტერებოდა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან არაფერი მაკავშირებდა, მაგრამ სულ იმის წარმოდგენას ვცდილობდი, რას უნდა გრძნობდეს ადამიანი, როდესაც ყველა ნერვი ცოცხლად ეწვის. ამაზე საშინელს ქვეყნად ვერაფერს წარმოვიდგენდი. ნიუ-იორკი თავად იყო საზარელი. დილით 9 საათისთვის, ღამის განმავლობაში, როგორღაც დაგროვილი მოჩვენებითი სიგრილე ტკბილის მანების ბოლო ლანდივით ქრებოდა. ბაცი ნაცრისფერი ქვაფენილებით ქუჩები მზის გულისკენ მიიკლაკნებოდნენ. ზედ მანქანების პრიალა სახურავები უელავდათ და თვალებსა და ყელში მშრალ, ვერცხლისფერ მტვერს მაყრიდნენ. როზენბერგების ამბავი ვერაფრით ამოვიგდე თავიდან. რადიოსა და ოფისში მათ შესახებ იმდენს ლაპარაკობდნენ, რომ ბოლოს იგივე შეგრძნება ამეკვიადა, როგორიც მაშინ, გვამი რომ ნახე პირველად. გვამის თავი თუ თავისგან რაც იყო დარჩენილი, რამდენიმე კვირის მანძილზე საუზმის დროს ერბო კვერცხისა და ბადი უილიარდის სახის მიღმა მელანდებოდა და მალე ისეთი განცდა გამიჩნდა, თითქოს იმ გვამის თავს ყველგან თან დავაპროწიალებდი. ძაბზე გამობმული შავი, უცხვირო, ძმრის სუნით გაჟღენთილი ბუშტივით. იმ ზაფხულს ვგრძნობდი. ყველაფერი რიგზე რომ ვერ მქონდა. ერთადერთი რაზეც ფიქრი შემეძლო, როზენბერგები იყვნენ და კიდევ ის რომ ნამდვილი სიბრიყვი იყო მთელი იმ მოუხერხებელი, ძვირფასი სამოსის ყიდვა, ახლა გამხმარი თევზებივით რომ ეკიდა ჩემს გარდერობში და კიდევ ის რომ კოლეჯში წლების მანძილზე დაგროვილი ჩემი პატარ-პატარა წარმატებები ერთბაშად გაქარწყლდა. აქ, მედისონ ავენიუს კრიალა, მარმარილოსა და მინის ფასადების ფონზე. არადა წესით უბედნიერეს გოგოდ უნდა მეგრძნო თავი. შვენივრად ვიცოდი, რომ ათასობით ამერიკელი კოლეჯის მოსწავლე გოგონას შემომნატრებდა. თუნდაც ჩემი ბლუმინგდეილში, ნაყიდი 37 ზომის ტყავის ფეხსაცმლის, ქამრისა და მათთან კარგად შეხამებული საფულის გამო. და ვინც კი მნახავდა იმ ჟურნალში დაბეჭდილ ფოტოზე, რომელთანაც 12-ვე ფინალისტი ვთანამშრომლობდით ფეშენებელურ ბარში, ხელში მარტინით სავსე ჭიქით, ხელოვნური ფარჩის ვიწრო ვერცხლისფერ კორსაჟსა და თეთრი ტულის ღრუბელივით ფუშფუშა ქვედატანში გამოწყობილს. ამ ფოტოსთვის სპეციალურად დაქირავებული ამერიკული გარეგნობის ახალგაზრდა მამაკაცების გარემოცვაში იფიქრებდა, ეს გოგო მართლა მაგარ დროს ატარებსო. შეხედეთ, რა არ ხდება ამ ქვეყანაში, იტყოდა ჩემი მნახველი. გოგონა 19 წლის განმავლობაში რომელიღაც მივარდნილ ქალაქში ცხოვრობს. ისეთი ღარიბია, რომ ჟურნალის გამოწერაც კი არ შეუძლია. მერე კოლეჯისათვის სტიპენდიას იგებს. იქ კიდევ 1000-ნაირ ჯილდოს იღებს და აი უკვე ნიუ-იორკის ბატონ პატრონადაც კი გრძნობს თავს. მაგრამ არაფრის ბატონ პატრონი არ ვიყავი. საკუთარი თავისაც კი. დავჩაქჩაქებდი სასტუმროდან ოფისში და იქიდან წვეულებებზე და მერე უკან, სასტუმროში და მერე ისევ ოფისში. წესით დანარჩენი გოგოებივით აღტაცებული უნდა ვყოფილიყავი ამ ამბით, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდი. გაყუჩებული და ცარიელი ვიყავი, როგორც ტორნადოს თვალი, აურზაურით გარშემორტყმული, წინ ბრმად, ძიმედ რომ მიიწევს. როგორც აღვნიშნე, სასტუმროში 12 ვიყავით. 12-ვე მოდების ჟურნალის კონკურსში გავიმარჯვეთ. ესეები,
მოთხრობები, ლექსები და სარეკლამო განცხადებები დაუწერეთ და ჯილდოდ ნიუ-იორკში ერთთვიანი სამუშაო მოგწეს, საცხოვრებლად უზრუნველყვეს და საჩუქრებით, ბალეტისა და მოდების ჩვენებებზე დასასწრები ბილეთებით, ძვირად ღირებული სალონების საშვებით, ჩვენი ინტერესების სფეროებში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებთან შეხვედრების საშუალებითა და ჩვენს გარეგნობასთან დაკავშირებული რჩევებით აგვავსეს. დღემდე შემომჩა თაფლისფერ თვალება და წაბლისფერ თმიანი გოგონასთვის განკუთვნილი პარფიუმერიის კომპლექტი, ყავისფერი ტუშითა და ფუნჯით, თვალის ცისფერი საცხით ამოვსებული ციცქნა ღრმულით, პაწია, ცალმხარე სარკიან კოლოფში მოთავსებული ვარდისფერი და წითელი პომადებით. იმდროინდელი სათვალის თეთრი პლასტმასის ბუდეც მაქვს, ფერადი ნიჟარებითა და დელფინებით მოხატული, ზედ მიკრული პლასტმასის მწვანე ზღვის ვარსკვლავით. რა თქმა უნდა, მალევე მივხვდი, რომ მთელი ეს ჩვენი საჩუქრები მშვენიერი უფასო რეკლამის საშუალება იყო ღონისძიებაში ჩართული ფირმებისათვის. თუმცა ამის გამო ცინიზმი ჩემგან ნამდვილი უმადურობა იქნებოდა. არადა, ამ საჩუქრების ცვენამაც მაგრად შემარყია. მერე კარგახანს თვალისგან შორს ვმალავდი ამ ყველაფერს, მაგრამ როცა გამოვჯანმრთელდი, კარადებიდან ისევ გამოვალაგე ეს ნივთები და სახლში მიყრია დღემდე. იმ პომადებს ზოგჯერ ახლაც ვხმარობ. გასულ კვირას კი სათვალის ბუდეს პლასმასის ვარსკვლავი ავაცალე და ბაურს მივეცი სათამაშოდ. ასე რომ 12 ვიყავით და 12-ვე ერთ სასტუმროში, ერთსა და იმავე სართულზე, ერთსა და იმავე მხარეს, ერთ ადგილიან ოთახებში მოგვათავსეს. იქაურობა ჩემი კოლეჯის საერთო საცხოვრებელს მაგონებდა. ეს ჩვეულებრივი სასტუმრო არ იყო. ხედველობაში მაქვს ისეთი სასტუმროები, სადაც ქალები და კაცები ერთ სართულზე, ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობენ. ეს სასტუმრო, ამაზონი, მარტო ქალებს ემსახურებოდა. აქ ძირითადად ჩემი ასაკის გოგოები ცხოვრობდნენ. იმ მდიდარი მშობლების ქალიშვილები, რომლებსაც სურდათ, დარწმუნებული ყოფილიყვნენ, რომ მათ ასულებს მამაკაცების მხრიდან ცუნებისაგან საიმედოდ დაიცავდნენ. ყოველი მათგანი ძვირად ღირებულ, კეტი გიბსის ტიპის სამდივნო სკოლაში სწავლობდა. აი ისეთში, ქუდით, წინდებითა და ხელთათმანებით რომ უნდა იარო. ან კიდევ უკვე დამთავრებული ჰქონდათ ამგვარი სასწავლებელი და სახელმწიფო მოხელეების მდივნებად მუშაობდნენ, ნიუ-იორკში რჩებოდნენ და იცდიდნენ ხელს როდის თხოვდათ რომელიმე კარიერისტი. ეს გოგოები ჩემს თვალში ძალიან ცხოვრება მობეზრებულებს ჰგავდნენ. მინახავს როგორ იწყნენ სასტუმროს სახურავზე, ამთქნარებდნენ, ფრჩხილებს ილაქავდნენ და მზის გულზე ბერმუდებიდან ჩამოყოლილი ფერის შენარჩუნებას ცდილობდნენ. მართლა აუტანლად ცხოვრება მობეზრებულებს ჰგავდნენ. ერთს გამოველაპარაკე და მითხრა, რომ მობეზრებული ჰქონდა იახტებიც, თვითმფრინავებით ფრენაც, საშობაოდ შვეიცარიაში ციგურაობაც და ბრაზილიელი კაცებიც. ასეთი გოგოები ცუდად მხდიან. შურისაგან ლაპარაკის უნარი მერთმევა. ნიუ-იორკში ამ ვიზიტს თუ არ ჩავთვლით, 19 წლის გოგოს ნიუ-ინგლანდიდან ფეხი არ გამომიდგამს. ახლა ეს ჩემი პირველი ნამდვილი შანსი იყო. მაგრამ აი ვიჯექი გაყუჩებული და ეს შანსიც თვალსა და ხელშუა მიქრებოდა. მე მგონი ჩემი ერთ-ერთი უბედურება დორინი იყო. დორინის თანა გოგო მანამდე არ მენახა. სამხრეთიდან ელიტარული კოლეჯიდან იყო. შაქრის ბამბასავით აფუებული, მზინავი თეთრი თმა და მარმარილოსავით კრიალა, გამჭოლი ცისფერი თვალები ჰქონდა. ტუჩებზეც გამუდმებით ირონია ეხატა. ავი ღიმილი კი არა, არამედ რაღაც იდუმალი, მომხიბლავი ირონია. თითქოს მის გარშემო ყველა წაისულელებდა და თვითონ კი შეეძლო ნებისმიერზე რამე სასაცილო ეთქვა. დორინმა თავიდანვე გამომარჩია. მაგრძნობინა რომ სხვებზე გამჭრიახი ვიყავი და ბევრს მაცინებდა. საკონფერენციო მაგიდასთან ჩემ გვერდით ჯდებოდა ხოლმე და როცა პატივსაცემის სტუმრების სიტყვით გამოდიოდნენ, ყურში 1000 რამეს ჩამჩურჩულებდა სარკაზმით. როგორც მითხრა, მის კოლეჯში ისე თავგამოდებით მისდევდნენ მოდას, რომ ყველა გოგოს კაბის შესაფერისი ქსოვლის საფულე დაჰქონდა.
კაბასთან ერთად საფულესაც იცვლიდნენ. ამ დედალმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს ხომ იმ წყინვალე, მდიდრული, ფერადი ცხოვრების ამსახველი დეტალი იყო. მე რომ მაგნიტივით მიზიდავდა. ერთადერთი რისთვისაც დორინი მეც მლანძღავდა, ჩემი სიბეჭითე იყო. რას აკლავ თავს? ახლაც ჩამაცივდა. თავისი ატმისფერი აბრეშუმის ღამის პერანგის ამარა ჩემს აწოლზე მოკალათებულიყო და ვიდრე მე ერთ ცნობილ რომანისთან ჩემი ინტერვიუს მონახას ბეჭდავდი, გაყვითლებულ ფრჩხილებს იქლებავდა. დორინის ღამის პერანგი საგანგებოდ უნდა აღიწეროს ჩვენ დანარჩენებს, ბამბის გახამებული საცვლები და ძალიან დაგებული ხალათები გვეცვა. დორინი კი გრძელ, თავიდან ფეხებამდე გამჭვირვალე ნეილონსა და მარმარში იყო გამოწყობილი. ზემოდანაც კანისფერი, რაღაცნაირი მუხტისაგან სხეულზე მიკრული მოსასხამი ეცვა. მუდამ უცნაური, ოფლის მსგავსი სუნი ასდიოდა, რომელიც ხელში მოსრესილი გვიმრის ფოთლის მოტკბოს უნდაც მაგონებდა. შენ ხომ იცი, ბებერი ჯეიქისთვის სულ ერთია, ხვალ მიუტან თუ ორშაბათს. დორინმა სიგარეტს მოუკიდა და კვამლი ნელ-ნელა გამოუშვა ნესტოებიდან. ჯეიქი ალქაჟსა გავს, მაგარი გოგოს ტონით განაგრძო. სანაძლეოს დავდებ, გული რომ არ აერიოს, მაგისი ბებერი ქმარი სინათლეს აკრობს, ვიდრე მიუახლოვდება. ჯეიქი ჩემი უფროსი იყო და მიუხედავად ყველაფრისა, რითაც დორინი ამკობდა, ძალიანაც მომწონდა. ის არ იყო მოდების ჟურნალის რიგითი თვალე ფახულა და სამკაულებს ჟღარუნა ლამაზმანი. ჯეიქის ტვინი ჰქონდა, ამიტომ მის უხეშ გარეგნობას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნდა. რამდენიმე ენა იცოდა და ყველა ცნობილ მწერალს იცნობდა. შევეცადე ჯეიქი მკაცრი სამუშაო ტანსაცმლისა და ქუდის გარეშე ქმართან ერთად ლოგინში წარმომედგინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. საერთოდ ყოველთვის მიჭირდა ლოგინში ხალხის წარმოდგენა. ჯეიქი ჩემთვის სულ რაღაცის სწავლებას ცდილობდა. ყველა მოხუცი ქალბატონი, ვისაც კი ვიცნობდი, სულ რაღაცის სწავლებას ცდილობდა ჩემთვის. უცებ გადავწყვიტე, რომ არაფერიც არ ჰქონდა ჩემთვის ასწავლებელი და საბეჭდი მანქანა დავხურე. დორინი გაიბადრა. აი, ახლა ჭკვიანი გოგო ხარ. ამ დროს კარზეც გაიცმა ვიღაცის კაკუნი. ვინ არის? ვიკითხე ადგილიდან. მე ვარ ბეტსი. წვეულებაზე მოდიხარ? ჰო, ვაპირებ. კარის გაუღებლად გავუბი დიალოგი. ბეტსი პირდაპირ კანზასიდან ჩამოაბრძანეს ქერა მძიმე ნაწნავითა და უმანკო ხიმილით. მახსოვს, ერთხელ მე და ბეტსი ოფისში დაგვიბარეს. ვიღაც ღაბაბიან, ზოლიან პიჯაკში გამოწყობილ ტელეპროდიუსერს თავის გადაცემაში სურდა რაიმე კუთხით ჩვენი წარმოჩენა. ჰოდა ბეტისმაც დაიწყო კანზასში სიმინდის დედალი და მამალი ჯიშების ამბის მოყოლა. ისეთი აღელვებით ყვებოდა იმ სიმინდების სულელურ ამბავს, პროდიუსერს თვალებზე ცრემლებიც კი მოადგა, მაგრამ ბოლოს განაცხადა, რომ სამწუხაროდ არ შეეძლო ამ მონათხრობის თავისი გადაცემის მასალად გამოყენება. მოგვიანებით ბიუთის რედაქტორმა ბეტსი თმის შეჭრაზე დაიყოლია და მისგან გარეკანის გოგო შექმნა. დღემდე თვალწინ მიდგას რეკლამა, ბეტსის მომღიმარი სახე და წარწერა. ბეტსი ყოველთვის მთხოვდა მასთან და სხვა გოგოებთან ერთად მევლო. თითქოს როგორღაც დორინისგან ჩემს დახსნას ცდილობდა. დორინც არასოდეს თავაზობდა არაფერს და ესეც თავის მხრივ ზურგს უკან გლეხუკას ეძახდა. გინდა ჩვენი ტაქსით წამოსვლა? ბეტსიმ კარის იქიდან მკითხა. დორინმა მანიშნა, უარი უთხარიო. გმადლობ ბეტსი, ვუპასუხე. დორინთან ერთად მივდივარ. კარგიო, მითხრა ბეტსიმ და დერეფანს გაუყვა. რომ მოგბეზრდება, წამოვიდეთ. შემომთავაზა დორინმა და სიგარეტი ჩემი საწოლის ლამპის ძირზე ჩააქრო. მერე ქალაქში გავიაროთ. მაგათი წვეულებები ჩვენი სკოლის დარბაზში გამართულ ბებიაჩემის დროინდელ ცეკვებს მაგონებს. ვერ ვიგებ, რაში სჭირდებათ ყოველთვის იელის ბიჭების დაპატიჟება. რა შტერები არიან. ბადი უილიარდიც იელში სწავლობდა. გამახსენდა და გავიფიქრე, ამ ბიჭის პრობლემაც სიშტერეა მეთქი. არა, რა თქმა უნდა, კარგ ნიშნებს იღებდა და ვიღაც საძეგელ ოფიციანთან
სახელად გლედისთანაც მოახერხა რომანის გაბმა, მაგრამ ინტუიციის ნატამალი არ გააჩნდა. აი, დორინს კი მართლა მაგარი ინტუიცია ჰქონდა, რასაც კი იტყოდა, ჩემს საკუთარ შინაგან ხმას ჰგავდა. პიკის საათმა მოგვისწრო. ჩვენი ტაქსი ბეცის ტაქსის გვერდით გაიჭედა, მესამე ტაქსის წინ, რომელშიც კიდევ 4 გოგო იჯდა. ძვრაც არ იყო. დორინი გადასარევად გამოიყურებოდა. უსახელო თეთრი აბრეშუმის კაბა კორსეტზე ეცვა. პუდრის ქვეშ კანი ოქროსფრად ურწყინავდა და ისეთი სურნელი აზდიოდა, თითქოს მთელი პარფიუმერიის მაღაზია მოჰქონდა თან. შავი ჭრაჭუნა, ტანზე მომდგარი საღამოს კაბა მეცვა, რომელიც $40 დამეჯდა. ეს იმ უთავფულო შენაძენების ნაწილი იყო, რომელსაც ჩემი სტიპენდია მაშინვე მივახარჯე, როცა შევიტყვე, რომ ნიუ-იორკში წამსვლელი ღვლიანთა შორის აღმოუჩდი. კაბა ისე ღრმად იყო ამოჭრილი, რომ შიგნით ბიუსტჰალტერს ვერ ვიცვამდი, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან თითქმის ბიჭივით ბრტყელი ვიყავი. თან ზაფხულის ხელღამეებში, რაც შეიძლება თხლად მიყვარდა ჩაცმა. ქალაქმა მზეზე გარუჭული კანი გამეფერმთალა და ჩინელივით ყვითელი გავხდი. წესით კაბისა და კანის ფერის გამო უხერხულად უნდა მეგრძნო თავი, მაგრამ დორინთან ყოფნა უდარდალს მხდიდა. თავს ჭკუის კოლოფად და დიდ სინიკოს ვინმედ ვგრძნობდი. როცა ჩვენი ტაქსისაკენ ლურჯ ტილოს პერანგსა და კოუბოურ შექმებში გამოწყობილი კაცი წამოვიდა, არავითარი ილუზია არ გამჩენია. შვენივრად ვიცოდი, რომ დორინმა მოხიბლა. ის კაცი ბარის წინ, ქოლგის ქვეშ იჯდა და ჩვენი ტაქსის იქიდან შეამჩნია. გზა გაჩერებულ მანქანებს შორის გამოიკვლია და მანქანის ღია ფანჯარას გამომწვევად ჩამოეყნო. შეიძლება ვიკითხო, რას აკეთებს ორი მომხიბლავი გოგონა ასეთ მშვენიერ საღამოს ტაქსიში მარტო. ფართო, ქათქათა, ყბილის პასტის სარეკლამო ღიმილი ჰქონდა. წვეულებაზე მივდივართ. იძულებული ვიყავი, მე მეპასუხა, რადგან დორინი რატომღაც დაბნეული ჩაშტერებოდა თავის თეთრი აბრეშუმის საფულეს. რა მოსაწყენია, თქვა კაცმა. ამის მაგივრად იქნებ ბარში შემომიერთდე ჭიქა სასმელზე. მეგობრებიც გველოდებიან, გვითხრა და მაგიდის გარშემო შემომხსდარი რამდენიმე უბრალო ჩაცმული კაცისაკენ მიგვანიშნა. ისინიც ჩვენკენ იცქირებოდნენ და როცა მივხედეთ, სიცილი დაიწყეს. ეს სიცილი გაფრთხილებად უნდა მიმეყო. სიცილი კი არა, საქმეში ჩახედული კაცების ხითხითი უფრო იყო. მაგრამ ამასობაში გზა გათავისუფლდა და გავიფიქრე, რომ დროზე თუ არ გადავწყვეტდი, 2 წუთის შემდეგ სანანებელი გამეხდებოდა, რომ ნამდვილი ნიუ-იორკის გაცნობის ეს შანსიც ხელიდან გავუშვი და ისევ რედაქციის მიერ ჩვენთვის გულდასმით დაგეგმილ გზას გავუყევი. აბა რა სიტყვი დორინ? ვიკითხე. აბა რა სიტყვი დორინ? გაიმეორა კაცმა და თავისი ფართო ღიმილი მოაყოლა. ახლაც ვცდილობ და არ შემიძლია იმ კაცის სახის წარმოდგენა ღიმილის გარეშე. მგონი გამუდმებით იღიმოდა. ღიმილი მისთვის ბუნებრივი მდგომარეობა იყო. კარგი, თქვა დორინმა და მე კარი გავაყე. ტაქსიდან სწორედ იმ დროს გადმოვედით, როცა ის იყო ადგილიდან იზრვებოდა და სამივენი ბარისაკენ გავეშურეთ. მუხრუჭის ჭრიალს დარტყმის ხმა მოყვა. ეი თქვენ, ჩვენს მძღოლს განრისხებული, აჭარხლებული სახე სარკვლიდან გამოეყო. ჭკუიდან შეიშალეთ? მანქანა ისე სწრაფად დაამუხრუჭა, რომ უკან მომავალი ტაქსი ზედ მიეჯახა. და დავინახეთ. შიგნით მჯდარი 4 გოგო, ძირს როგორ ჩაყირავდა. კაცმა გაიცინა, ტროტუარზე დაგვტოვა. აყვირებულ მძღოლთან დაბრუნდა და ფული გაუწოდა და მერე ჟურნალის გოგოებით სავსე ტაქსები ერთმანეთის მიყოლებით გასრიალდა. თითქოს ქორწილში მიმავალი, პატარძლის მეგობარი გოგონებით სავსე მანქანები ყოფილიყო. წამო ფრენკი, უთხრა კაცმა თავისი მეგობრების ჯგუფიდან ერთ-ერთს და დაბალი, ჩასუქებული ჯეელი ბარში შემოყვა. ისეთი ტიპისა იყო, მე რომ ვერ ვიტან. სიმაღლეში 5 ფუტი და 10 ვარ და დაბალ კაცებთან როცა ვხვდები, ვიკუზები და გვერდზე ვიხრები.
რომ უფრო დაბალი გამოუშვდე. ამ დროს თავს ძალიან სულელურად და მოუხეშავად ვგრძნობ ხოლმე. წუთით იმედმა გამიელვა, რომ სიმაღლის მიხედვით გავნაწილდებოდით. ეს იმას ნიშნავდა, რომ მე პირველად გაცნობელთან მოუხდებოდი, რომელიც 6 ფუტი მაინც იქნებოდა, მაგრამ ის დორინთან ერთად წინ წავიდა და ჩემთვის წამითაც არ შემოუხედავს. ჰო და მეც თავი მოვიკატუნე. თითქოს ჩემ გვერდით მოძუგძუგე. ფრენკი ვერც კი დავინახე და მაგიდასთან დორინთან ახლოს დავჯექი. ბარში ისე ბნელოდა, დორინის გარდა ვერაფერს ხედავდი. თავისი თეთრი თმითა და კაბით ისეთი ქათქათა იყო, ვერცხლისფერი გადასდიოდა. გონი ბარის სარკეებსაც ირეკლავდა. მე კი თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ამ ბარში ჩრდილებად გადავდნი და ვიღაცის, ჩემთვის აქამდე სრულიად უცნობის, ნეგატივად ვიქეცი. მაშ ასე, რას მიირთმევთ? კითხა კაცმა თავისი ფართო ღიმილით. რამე ტრადიციულს, გადმომხედა დორინმა. სასმელების შეკვეთის დროს ყოველთვის პრობლემები მქონდა. ვისკის ჯინისგან გარჩევა არ შემეძლო და ვერაზროს ვახერხებდი ისეთი რამის შეკვეთას, რისი გემოც მომეწონებოდა. ბადი უილიარდი და ჩემი ნაცნობი დანარჩენი სტუდენტი ბიჭები ჩვეულებრივ ძალიან ღარიბები იყვნენ, რომ ჩემთვის მაგარი ლიქიორი შემოეთავაზებინათ, ან კიდევ საერთოდ ძულდათ სასმელი. პირდაპირ გასაოცარია, რამდენი სტუდენტი არ სვამს და არ ეწევა. უთვალავს ვიცნობდი ასეც. ყველაზე გაბედული, რაც ბადი უილიარდმა გააკეთა, ის იყო, რომ ერთი ბოთლი დიუბონი გვიყიდა. ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ დაემტკიცებინა. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ფაკულტეტზე ვსწავლობ, ესეთი ვარო. არ აღსდავლევ, თქვი მე. რამით? მომხედა კაცმა. სუფთას, ყოველთვის სუფთას ვსვამ, ვუპასუხე. ვიფიქრე, თუ ვიტყოდი, რომ ყინულით, ჯინით ან სხვა რამით გაზავებული მინდოდა, სულელი გამოვჩდებოდი. ერთხელ არყის რეკლამა ვნახე. ლურჯ სინათლეზე, თოვლის ფონზე არყით სავსე ჭიქა იდგა და სითხე ისეთი კამკამა ჩანდა, დავასკვენი, რომ სუფთა არაყი კარგი რამე უნდა ყოფილიყო. საერთოდ კი ჩემი ოცნება იყო ოდესმე შემეკვეთა სასმელი და აღმომეჩინა, რომ მართლაც მშვენიერი გემო აქვს. არასოდეს მიმართლებდა. ამასობაში ოფიციანტიც მოგვიახლოვდა და კაცმა 4-ვესთვის შეუკვეთა. ეს ჩვენი ნაცნობი ამ ქალაქურ ბარში, თავისი სოფლური ტანსაცმლით, თავს ისე შინაურულად გრძნობდა, გავიფიქრე, ალბათ ცნობილი ვინმეა მეთქი. დორინი აბოლებდა და ხმას არ იღებდა. კაცი კი ისეთი თვალებით შეყურებდა. ზოოპარკში რომ მიაშტერდებიან ხოლმე უზარმაზარ, თეთრ თუთიყუს და ელიან, იქნებ ადამიანივით დაელაპარაკოსო. სასმელები მოგვიტანეს და სითხე ჩემს ჭიქაში, სწორედ ისეთი სუფთა და ქათქათა ჩანდა, როგორც იმ რეკლამაში. სიჩუმე მომბეზრდა და კაცს ვკითხე, ნიუ-იორკში რას აკეთებთ მეთქი? იმან ძალდატანებით, ზანტად მოსყვიტა თვალი დორინის მხარს. დიჯეი ვარ, ალბათ გსმენიათ ჩემ შესახებ, ლენი შეფერდი მქვია. მე გიცნობ, მოულოდნელად ხმა ამოიღო დორინმა. მიხარია, ძვირფასო, ასეთი ცნობილი რომ ვარ. თლად ღიმილად იქცა კაცი და კმაყოფილმა ფრენკის გადახედა. ახლა თქვენ მითხარით, საიდან ხართ და რა ქვიათ? თავი წამოყო ფრენკიმ. ეს დორინია. ლენიმ დორინს შიშველ მხარზე მკლავი მოხვია და მიიხუტა. ძალიან გავუცდი, რომ დორინმა არაფერი შეემჩნია. მიბნედილი იჯდა ჩრდილში და ქერად გადაღებილი შავკანიანივით ეგზოტიკურად წრუპავდა თავის სასმელს. მე ელი ჰიგინბოტომი მქვია. ჩიკაგოდან ვარ, ვთქვი მე. თავი დავიზღვიე. არ მსურდა, რამე რასაც იმ საღამოს ვიტყოდი, ან გავაკეთებდი, ჩემს ნამდვილ სახელთან და ბოსტონურ წარმოშობასთან ყოფილიყო კავშირში. კარგი, ელი, ცოტა ხომ არ გვეცეკვა. ამ აგურისფერი ზამშის მაღალძირიან ფეხსაცმელში, მოჩაჩულ მაისურსა და ცისფერ სპორტულ ქურთუქში, გამოწყობილ ქონდრისკაცთან ცეკვის წარმოდგენაზე სიცილი ამიტყდა. თუ კი ვინმეს ვუყურებ ზემოდან, ცისფერში გამოწყობილი კაცები არიან. შავი, ნაცრისფერი, ყავისფერი, ნორმალურია.
ცისფერზე სიცილი მიტყდება. ხასიათზე არ ვარ. ცივად ვუთხარე. ზურგი შევაქციე და სკამი დორინისა და ლენისკენ მივაჩოჩე. ესენი კი ერთმანეთს ისე შეყურებდნენ, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ყოფილიყვნენ. დორინი ჭიქიდან ვერცხლის კოვზით ხილის ნაჭრებს იღებდა და ლენი კიდევ წკმტუნებდა, ხელით წვდებოდა და ვითომ ძაღლი თუ რაღაც მსგავსი იყო. კოვზიდან ხილის წართმევას ცდილობდა. დორინი ხითხითებდა და კოვზს მაღლა სწევდა. ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე, რომ არაყი საჩემო სასმელი იყო. რაიმე განსაკუთრებული გემო არ ჰქონდა, მაგრამ დაშნასავით ჩამისრიალდა კუჭში და უცებ თავი ყოვლის შემძლეთ და ღვთაებრივად მაგზნობინა. ჯობია წავიდე, თქვა ფრენკიმ და წამოდგა. იქაურობა ისეთი დაბრული იყო, ფრენკის სახეს გარკვევით ვერ ვხედავდი. სამაგიოროდ შევნიშნე, როგორი ციკვინა, სულელური ხმა ჰქონდა. ყურადღება არავინ მიაქცია. ეი, ლენი, შენ ჩემი ვალი გაქვს. არ დაგავიწყდეს, ლენი, ჩემი ვალი რომ გაქვს. რა? არ გაქვს? უცნაურად მომეჩვენა, რომ ფრენკი ვალს ჩვენი, ანუ უცნობების თანდასწრებით ახსენებდა ლენის. ის კი იდგა და ერთსა და იმავეს იქამდე იმეორებდა, ვიდრე ლენიმ ჯიბეში არ ჩაიყო ხელი და მწვანე კუპიურების სქელი დასდა არ ამოიყო. მერე იქიდან ერთი ამოაძვრინა და ფრენკის მიაჩეჩა. გონი $10 იყო. მოკეტე და დაახვია აქედან. წუთით გავიფიქრე. ლენი ამას მეც მეუბნება მეთქი, მაგრამ მერე დორინის ხმა მომესმა. არ წამოვალ, თუ ელიც არ წამოყვება. ჩემი გამოგონილი სახელი ყოჩაღა დაითვისა. არც მე უნდა მიმეტოვებინა. ელიც წამოვა. არა ელი? თვალით ჩამიკრა ლენიმ. რა თქმა უნდა წამოვალ, ვუპასუხე, ასე რომ ფრენკი აურთქლდა და მე კიდევ დორინს ავეკიდე, რაც შეიძლება მეტის ნახვა მინდოდა. მომწონდა კრიტიკულ მომენტებში ხალხის ყურება, ავტოკატასტროფას, ქუჩის ჩხუბს, ან ლაბორატორიის კოლბაში დასპირტულ ემბრიონს ისე გულდასმით ვაცქარდებოდი, რომ საკუთარი განცდა სამუდამოდ მომახსოვრდებოდა. ასე ბევრი ისეთი რამე შევიცანი, სხვანაირად რომ ვერ აღმოვაჩენდი და მაშინაც კი როცა ეს აღმოჩენას სახტად მტოვებდა, ან ცუდად მხდიდა. დაკვირვებას განვაგრძობდი, თავს არ ვანებებდი. ლენის ბინის ნახვა მართლაც რომ ღირდა. ნამდვილ რანჩოში ცხოვრობდა. ოღონ ნიუ-იორკის ცენტრში, მრავალსართულიანი სახლის ბინაში. როგორც აგვიხსნა, ფართობის მისამატებლად ბინას რამდენიმე კედელი მოაცილა. მერე მთელი ოთახი ფიჭვით მოაპირკეთა და შუაგულში ცხენის ნალის ფორმის ფიყვისავე ბარი ჩადგა. გონი იატაკიც ფიყვის იყო. ჩვენ ფეხქვეშ უზარმაზარი თეთრი დათვების ტყავები ეყარა. გარშემო ინდური ხალიჩებით დაფარული დაბალი საწოლების გარდა ავეჯი საერთოდ არ იყო. კედლებზეც სურათების ნაცვლად ირმისა და კამეჩის რქები და კურდღლის თავის ფიტული გამოეფინათ. ლენიმ კურდღლის პაწია ნაცრისფერ ცხვირს ხელი მოუთათნა. ლას-ვეგასში გადავეყარეო. გვითხრა და კოვბოური ჩექმებით ოთახი სიღრმისაკენ გადკაცუნდა. აი ამას ქვია აკუსტიკა, აღნიშნა ლენიმ და კარს მიღმა მიიმალა. მერე ჰაერში ყოველი მხრიდან მუსიკა დატრიალდა. მერე ისევ შეწყდა და კვლავ ლენის ხმა გაისმა. ეს თქვენი დიჯეი ლენი შეფერდია და რადგან 12-მაც ჩამოჰკრა, ჩვენკენ პოპის საუკეთესო ათეული მოემართება. ვაგონი ნომერი 10. ჩვენს მატარებელში ამ კვირას სწორედ იმ ქერა გოგონას უკავია. უკანასკნელ ხანებში ყველა რომ აგაფორიაქად და ეს რა თქმა უნდა სანფლაუერია. დავიბადე კანზასში და გავიზარდე კანზასში და როდესაც გავთხოვდები, ჯვარს დავიწერ კანზასში. რა ბიჭია? ამოიკვნესა დორინმა. ხო მაგარი ბიჭია. გადასარევი, ვუთხარი მე. მისმინე, ელი, შეგიძლია დამეხმარო? გონი ამ დროისთვის დორინისთვის უკვე მართლა ვიღაც ელი ვიყავი. რა თქმა უნდა, რა უნდა ვქნა? უბრალოდ არ წახვიდე. რამე სისულელე რომ დააპიროს, თავს ვერ დავაღწევ. დაინახე რა კუნდები აქვს, ჩაიხითხითა დორინმა. ამასობაში უკანა ოთახიდან
ლენიც გამოტყლაშუნდა. ბარიდან 3 ჭიქა და ვერცხლისფერი საყინულე გამოდგა და რამდენიმე სხვადასხვა ბოთლიდან დაიწყო ჩამოსხმა. ჩემი გოგო პაწაწინა სიტყვას მაძლევს ნამდვილს, რომ დამიცდის, ვით ყვავილი ზესუმძირას შტატის. ხოა ფანტასტიკა, ჭიქები მოგვიტანა ლენიმ. მინას ოფლივით გამოსხმოდა მსხვილი წვეთები და შიგნით ყინულის ნატეხები წყარუნობდა. მერე მუსიკა მიწყდა და ლენის ხმამ შემდეგი ნომერი გამოაცხადა. აბა, რა შეედრება საკუთარი ხმის მოსმენას, ჰა? ლენი მე მომაშტერდა. ფრენკი გაიძურწა. არადა შენც ხომ მჭირდება ვიღაცა. დავურეკავ ვინმეს. ნუ შეწუხდებით, ვუთხარი მე. საჭირო არ არის. ხომ არ განვუცხადებდი. მაშინ ვინმე ფრენკიზე მაღალი მომიძებნეთ მეთქი. ლენის გულზე მოეშვა. კარგი მაშინ, თუ არ გინდა. უბრალოდ, დორინის მეგობარს ვერ ვაწყენინებ. დორინს გადახედა და ყურებამდე გაუღიმა. ასე არ არის სიხარულო? მერე ხელი გაუწოდა და ცეკვა დაიწყეს უსიტყვოდ, ჭიქებით ხალში. საწოლზე ფეხმორწმული დაუჯექი. შევეცადე, ისეთი იერი მიმეღო, თითქოს ამ ყველაფრით მეც მშვენივრად ვერთობოდი. ერთი ბიზნესმენის გამომეტყველება გამახსენდა, რომელიღაც ბარში ალჟირელი ქალის მუცლის ცეკვას რომ შეყურებდა. ჰოდა მოუკალათდი იმ ბიზნესმენივით. მაგრამ როცა კედელზე კურდღლის ფიტოს მივეყუდე, საწოლი ოთახში გაგორდა და იძულებული გავხდი. იატაკზე გადამენაცვლა. სასმელი საზიზღარი იყო. რამდენჯერაც კი მოუსვი, აყროლებული წყლის გემო შემრჩა. ჭიქას შუაში ყვითელ კოპლება ზოლი ჰქონდა. ყლუპი მოუსვი და ზოლს ჩავაცილე, მაგრამ თითქოს არაფერი მოაკლდა. მეორე ყლუპისას ისევ ზოლს ემოთ იყო. ჰაერში ლენის ხმამ დაიგრუხუნა. რატომო? რატომ მივატოვე ვაიომინგი? ესენი სიმღერებს შორის შუალედების დროსაც არ წყვეტდნენ პრონიალს. მე კი მთელი იმ წითელი და თეთრი ხალიჩების ფონზე თითქოს პაწია, შავ წერტილად ვიკუმშებოდი. თავს მიწაში ამოთხრილ ორმოდ ვგრძნობდი. რაღაცნაირად დამთგუნველია. მისჯერებოდე, ორნი ერთმანეთზე თანდათან როგორ გიждდებიან. მით უმეტეს თუ ოთახში ერთადერთი ზედმეტი შენ ხარ. თითქოს პარის გაყურებდე საპირისპირო მიმართულებით გაქანებული ელმავლიდან. ქალაქი ყოველ წუთს პატარავდება და პატარავდება, მაგრამ ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ეს შენ პატარავდები, მარტოსული ხდები, მთელი სინათლე და მღელვარება მილიონობით მილს იქით რჩება. ლენი და დორინი გამუდმებით ერთმანეთს ეჯახებოდნენ, კოცნიდნენ, მერე სასმელისკენ ბარბაცით მიიწევდნენ და მერე ისევ ერთმანეთს უბრუნდებოდნენ. გადაუწყვიტე უბრალოდ დათვის ტყავზე მივწოლილიყავი და დამეძინა, ვიდრე დორინი სასტუმროში დასაბრუნებლად მზად არ იქნებოდა. მერე ლენის საშინელი ბღავილი აღმოხდა, წამოუჯექე. დორინი კბილებით ჩამოჰკონწიალებოდა ლენის მარცხენა ყურის ბიბილოს. გამიშვი შეძუკნა. ლენი დაიხარა და დორინი აიტაცა. მას კი ხელიდან სასმისი გაუვარდა და მინამ ხის იატაკზე სულელური წყარუნი გაიღო. ლენი ისე ბღაოდა და ტრიალებდა, რომ დორინის სახეს ვეღარც ვხედავდე. შევნიშნე, ისე სხვათა შორის როგორც ვთქვათ, ვინმეს თვალის ფერს შეამჩნევ, რომ დორინს ძუძუები კაბიდან ამოსცვენოდა და ლენის მხარზე ყავისფერი ნესვებივით ეკიდა, ფეხებს იქნევდა და იფხაჭნებოდა და მერე უცებ ორივემ სიცილი დაიწყო და მიწყნარდნენ და ლენი უკვე დორინისთვის კაბის ქვეშ თეძოზე ჩქმეტას ძელობდა, როცა კარიდან გამოვედი, ვიდრე რამე უარესი მოხდებოდა. კიბის მოაჯირს ჩაბღა უჭებული, ჩამოვლასლასდი. ასფალტზე რომ გამოვედი, მაშინ ვიგრძენი, რომ ლენის ბინაში ვენტილაცია მუშაობდა. ტროტუარებმა მთელი დღის შესრუტული ტროპიკული, დუღარე სიცხეს სახეში უკანასკნელ დამცირებასავით შემომიტყლაშუნა. წარმოდგენა არ მქონდა, სად ვიყავი. ჯერ გავიფიქრე, შემიძლია ტაქსი ავიყვანო და ამ ყველაფრის შემდეგ წვეულებაზე მაინც წავიდე მეთქი. მაგრამ მაშინვე გადავიფიქრე, ამ დროისთვის მეჯლისი უკვე დასრულებული იქნებოდა
და თაულად ქცეულ, კანფეტების ქაღალდებით, სიგარეტის ნამწვოვებით და კოქტეილის დაჭმუჭნილი ხელსახოცებით მოფენილ ცარიელ დარბაზში მოხვედრა კი ნამდვილად არ მინდოდა. წონასწორობა რომ არ დამეკარგა, კედელს ხელით ვეყნობოდი და ქუჩის უახლოეს კუთხემდე ასე მივაღწიე. იქ ქუჩის მაჩვენებელს შევხედე და მერე ხელჩანთაში ნიუ-იორკის რუკა მოუძებნე. ჩემი სასტუმროდან ზუსტად 47 კვარტალი მაშორებდა. ფეხით სიარულისთვის ყოველთვის მზად ვარ. სწორი მიმართულება ავიღე. კვარტლების დათვლა დავიწყე და როცა სასტუმროს ჰოლში შევაბიჯე, უკვე სავსებით მხიზელი ვიყავი. ფეხები ცოტათი კი მტკიოდა, მაგრამ ეს უფრო იმის ბრალი იყო, წინდის ჩაცმა რომ დამეზარა. ჰოლი ცარიელი იყო. თუ ღამის პორტიეს არ ჩავთვლით, რომელიც თავის კაბინაში გასაღებების ასხმულებსა და გაყუჩებულ ტელეფონთან თვლემდა. ლიფტში შევედი და ჩემი სართულის ღილაკს გზით დავაჭერე. კარები უხმო აკორდეონის ფრთებივით დაიხურა. მერე ყურებმა შხუილი დამიწყო და თვალწინ ვეება, თვალებ ჩათხაფნილი, ჩინელი ქალი ამეტუზა. ჩემკენ იდიოტურად მოშტერებული. რა თქმა უნდა ეს მე თვითონ გახდით. საკუთარმა დაღრეჯელმა, სიქა გაცლილმა გამომეტყველებამ შემაძრწუნა. დერეფანში კაცის შვილი არ ჭაჭანებდა. ჩემი ოთახი გაკვამლული დამხდა. ჯერ ვიფიქრე, ეს კვამლი ჩემი განკითხვის ჟამის ნიშნად საიდანღაც ამოიფრქვა მეთქი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ეს დორინის სიგარეტის კვამლი იყო. სარკმლის გასაღებად ღილაკს დავაწექი. სარკმლები ისე ჰქონდათ ჩაყენებული, რომ მხოლოდ ნაწილი იხსნებოდა. მთლიანად ვერ გააღებდი და რაფას ვერ გადაეყუდებოდი. ეს რატომღაც მაცოფებდა. სარკმლის მარცხენა მხარეს ჩარჩოზე ლოყა მიდებული ვიდექე და ქვემოთ სიბნელეში უცნაურად, მარსელების მფრინავი თეფშივით მწვანედ ანთებულ გაეროს შენობას დავცქეროდი. დავყურებდი ქუჩების გასწვრივ მოსრიალე წითელ და თეთრ სინათლეებს და გაკაშკაშებულ ხიდებს, რომლების სახელებიც არ ვიცოდი. სიჩუმე სასოწარკვეთაში მაგდებდა. სიჩუმე კი არა, ჩემი საკუთარი სიჩუმე. შვენივრად ვიცოდი, რომ ქვემოთ მანქანები ხმაურობდნენ, რომ ამ მანქანებში და სახლების განათებულ სარკმლებს მიღმაც ხალხი ხმიანობდა, რომ მდინარეებიც შხუოდნენ, მაგრამ მე არაფერი მესმოდა. ქალაქი გამოკიდულიყო. ჩემს სარკმელში, აფიშასავით ბრტყელი, მოკაშკაშე და მოციმციმე, მაგრამ მიუწვდომელი. ჩემს ძვლისფერ ტელეფონს შეეძლო ცხოვრებასთან დავეკავშირებინე, მაგრამ იდო ასე, თავის ქალასავით გაშეშებული. და როცა შევხედე იმაზე დავიწყე ფიქრი. ნეტას საერთოდ თუ აქვს მეთქი ვინმეს ამ ტელეფონის ნომერი. ასეთი მხოლოდ ერთი გავიხსენე, ბადი უილიარდის დედამ გამომართვა ნომერი. თავისი ნაცნობი სინქრონისტი თარჯიმნისთვის, რომელიც გაეროში მუშაობდა. ჩამეცინა. წარმოვიდგინე ვინ უნდა ყოფილიყო ეს სინქრონისტი თარჯიმანი. მისის უილიარდი რომ მაცნობდა. ის ხომ სულ იმაზე ოცნებობდა. ბადის გავყოლოდი ცოლად. ბადი ახლა სადღაც ზემოთ, ნიუ-იორკის შტატში მკურნალობდა ტუბერკულოზს. ბადის დედამ სანატორიუმში ოფიციანტის ადგილიც კი მიშოვა, ზაფხულისთვის, რომ ბადი მოწყენილი არ ყოფილიყო. დედაშვილი ვერაფრით მიხვდა, რატომ ვარჩია ამის ნაცვლად ნიუ-იორკ სიტიში წამოსვლა. ჩემი კარადის სარკე ოდნავ გაღუნული და მეტისმეტად პრიალა ჩანდა და შიგ სახე დანტისტის აპარატის სარკეში არეკლილივით მიკაშკაშებდა. ჯერ გავიფიქრე, პირდაპირ შეუძვრების ეწარში და დავიძინებ მეთქი. მაგრამ ეს იგივე იქნებოდა დაჭმუჭნილი, გაბინძურებული წერილი რომ ჩადოს სუფთა, ქათქათა კონვერტში. აბაზანის მიღება გადავწყვიტე. ალბათ არსებობს რამე, რასაც ცხელი აბაზანა ვერ კურნავს, მაგრამ მე ასეთი ქვეყნად არაფერი მეგულება. როცა კი სევდიანი ვარ, ან სიკვდილის პირას ვარ, ან ისე ნერვიულობ, ძილი არ მეკარება, ან ვიღაცაზე ვარ შეყვარებული და მთელი კვირა ვერ ვნახულობ. შინაგანად ვნადგურდები, ხოლმე და თავში ესღა მომდის. ცხელ აბაზანას მივიღებ.
აბაზანაში მედიტაციაში ვეფლობე. წყალი ძალიან ცხელი უნდა იყოს, ისე ცხელი, რომ ფეხს ძლივს ყოფდე. მერე ნელ-ნელა ეშვები, თითო სანტიმეტრით, უფრო და უფრო ღრმად, ვიდრე წყალი კისრამდე არ მოგწდება. მახსოვს ჭერი ყოველი აბაზანის თავზე, რომელშიც კი ოდესმე ჩავწოლილ ვარ. ჭერის მასალაც მახსოვს, და ბზარებიც და ფერებიც და სველი ლაქებიც და განათებაც. აბაზანის ნიშარებიც მახსოვს, ძველებური, გრიფის ფეხება, თანამედროვე საკაცის მსგავსი, თუ მდიდრული ვარდისფერი აბაზანა. ბაღში დუმფარებიან ტბას რომ გადაყურებდა. წყლის ონკანების ფორმები და ზომები და ათასგვარი სასაბნეც მახსოვს. თავს არასდროს ვგრძნობ ისე ჩემად, როგორც ცხელ აბაზანაში. თითქმის მთელი საათი ვიწექი ასე, ცხელ წყალში. ქალების სასტუმროს მე-17 სართულზე, ნიუ-იორკის ჯაზისა და ფუსფუსის ზემოთ, და ვგრძნობდი, თანდათან ისევ როგორ ვიწმინდებოდი. არ მჯერა ნათლობის, არც იორდანეს წყლებისა და მსგავსი ამბების, მაგრამ მგონი, ისევე მწამს ცხელი აბაზანის, როგორც მორწმუნეებს ჯერათ ნაკურთხი წყლისა. თავს უთხარი, დორინი ქრება, ლენი შეფერდი ქრება, ნიუ-იორკი ქრება, ყველანი ქრებიან და მნიშვნელობას კარგავენ. ისინი არასოდეს მცნობია და მე სუფთა ვარ. რაც უფრო დიდხანს ვიწექი კამკამა ცხელ წყალში, მით უფრო კარგად ვგრძნობდი თავს და როცა ბოლოს გადმოვაბიჯე და სასტუმროს უზარმაზარ ფაფუკ პირსახუთში გავეხვიე, თავი ახალშობილივით სუფთად და ტკბილად ვიგრძენი. არ ვიცი, რამდენი ხნის ჩაძინებული ვიყავი, როცა კაკუნი მომესმა, თავიდან ყურადღება არ მივაქციე, იმიტომ რომ ის ვინც აკაკუნებდა, ელი, შემომიშვიო, იმეორებდა და მე კი არავითარ ელის არ ვიცნობდი. მერე სუსტ, კაკუნ სხვანაირი კაკუნი მოყვა, ჭახე, ბუხ და ახლა უკვე სხვა, ხიზელმა ხმამ განაცხადა, მის გრინვუდ, შეუშვით თქვენი მეგობარი და მივხვდი, რომ ეს ჩემი მეგობარი დორინი იყო. ბარბაცი წამოვდექი და ჩაბნელებული ოთახის შუა გულში, გონების მოსაკრებად, წამით შევჩერდი. დორინზე გავბრაზდი, რომ გამაღვიძა. იმ ნაღვლიანი ღამიდან თავის დაღწევის ჩემი ერთადერთი შანსი კარგად გამოძინება იყო. მან კი ახლა გამაღვიძა და ეს შანსიც დაუკარგე. გავიფიქრე, თავი რომ მოვიმძინარო, კაკუნს შეწყვეტენ და მომეშვებიან მეთქი, მაგრამ არ გაჩერდნენ. ელი, ბურტყუნებდა პირველი ხმა და მეორე კიდევ პირდაპირ ჭახჭახებდა. მის გრინვუდ, თითქოს პიროვნების გაურება, ან რაღაც ასეთი მჭირდა. კარი გავაღე და კაშკაშა დერეფანში თვალების ჭუდვით გამოვიხედე. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ღამე ან დღე კი არ იყო, არამედ რაღაც მესამე, ჩახჩახა ინტერვალი, რომელიც უცებ საიდანღაც გამოეკვეხა, მათ შორის და დასრულებასაც აღარ აპირებდა. დორინი კართან იყო ჩაცურებული. როცა გამოვედი, ხელებში ჩამივარდა. მისი სახე ვერ დავინახე, რადგან თავი გულზე ქონდა ჩამოვარდნილი და გახეშეშებული ყვითელი, თმაც მუქი ძირებიდან ფუნჯის ბოლოებად ეკიდა. შავ უნიფორმაში გამოწყობილი დაბალი, სქელი, ულვაშა ქალი მაშინვე ვიცანი. სასტუმროში ღამის მოახლედ მუშაობდა და ჩვენს სართულზე დღის ტანსაცმელსა და საღამოს კაბებს აუთოებდა. არ ვიცი, საიდან იცნობდა დორინს, ან იმის მაგიერ, რომ ჩემს გაღვიძებაში დახმარებოდა, რატომ საკუთარ ოთახში არ მიაბრძანა. დორინი ჩემს მკლავებში უსაფრთხოდ გაყოჩებული რომ დაიგულა, ქალი სასწრაფოდ მიბრუნდა და დერეფანს გაუყვა თავისი ძველი საკერავი მანქანისა და თეთრი საუთოებელი დაფისაკენ. მინდოდა გავკიდებოდი და მეთქვა მისთვის. დორინთან არანაირი საერთო არ მაქვს მეთქი. მას ძველი ყაიდის ევროპელი ემიგრანტი ქალის მკაცრი, შრომის მოყვარე და წესიერი გამომეტყველება ჰქონდა. ჩემს ავსტრიელ ბებიას მაგონებდა ძალიან. დამაწვინე, ბუდბუდებდა დორინი. დამაწვინე, გავიფიქრე, თუ ზღურბლზე გადავათრევ და ჩემს საწოლში ჩავაწვენ, თავს ცხოვრებაში ვეღარ დავაღწევ მეთქი.
სხეული თბილი და ფაფუკი ჰქონდა და ხელზე ბალიშივით მეწვინა. აწევა რომ მცადე, თავისი წვრილ ქუსლა ფეხსაცმლებით სასაცილოდ წამოფორცხიალდა. ისეთი მძიმე იყო, ვერანაირად ვერ მოვერეოდი. ერთადერთი რაც მოვიფიქრე ის იყო, რომ ხალიჩაზე დამეწვინა. ოთახში შევსულიყავი, კარი მიმეკედა და ძელს მივბრუნებოდი. გავიფიქრე, როცა გამოფხიზდება, მაინც არ ემახსოვრება რაც მოხდა და იფიქრებს, რომ უბრალოდ ვერ გამაღვიძა, წყნარად ადგება და თავის ოთახში წავამეთქე. დორინი დერეფნის მწვანე ხალიჩაზე ფრთხილად დაუშვე, მაგრამ ამოიკვნესა და ისევ ჩემი ხელებისაკენ გამოიწია. მერე პირიდან ყავისფერი სითხე წამოუვიდა და ეს ყველაფერი ჩემს ფეხებთან დაგუბდა. დორინი კიდევ უფრო დამძიმდა. თავი გუბეში ჩაუგორდა და ყვითელით მის გულულები შიგ ჩაეწო. მივხვდი, რომ ჩამეწინა და უკან გავდექი. თვითონაც ნახევრად მეწინა. იმ ღამეს გადაწყვეტილება მივიღე. გადავწყვიტე, რომ დორინს ვუყურებდი და მოვუსმენდი, რას იზამდა და რას იტყოდა, მაგრამ სინამდვილეში მასთან არაფერი საერთო აღარ მექნებოდა. ბეტსის და მისი უმანკო მეგობრების ერთგული ვიქნებოდი. გულის სიღრმეში მე ბეტსის უფრო ვგავდი. ოთახისკენ ფეხაკრებით დავიხიე და კარი მივხურე. ჩაკეტვასაც ვაპირებდი, მაგრამ თავი ვერ ვაიძულე. როცა მეორე დღის მოკუფრულ, უმზეო დილას გამომეღვიძა, ჩავიცვი, სახეზე წყალი შევისხი, პომადა წავისვი და კარი ნელა გამოვაყე. გონი ველოდი, რომ ჩემი ბინძური ბუნების მახინჯ, საბუთად დორინის სხეული ისევ იქ, ნარწყევში იწვებოდა. დერეფანში არავინ იყო. ხალიჩა მთელ დერეფანს სუფთად, ხასხასა მწვანედ გასდევდა. ჩემი კარის წინაც, მხოლოდ ბაცად, გადღაბნილი ლაქა დარჩენილიყო. თითქოს ვიღაცას შემთხვევით წყალი დაღვროდა და მერე ამოეშრო. ლედის დეის საბანკეტო მაგიდაზე ცრიანი მწვადი, ცივი ქათმის ხორცი და შუაზე გაყოფილი, კიბორჩხალას ხორცითა და მაიონეზით გამოტენილი მოყვითალო მომწვანო ავოკადოები დახვავებულიყო. მინის ლანგრებით წარამარა ხიზი ლალით ივსებოდა. იმ დილას სასტუმრო სასადილოში საუზმობა ვერ მოვასწარე. მარტო ერთი ჭიქა გადადუღებული მწარე ყავა მქონდა დალეული და ძალიან მშიოდა. ნიუ-იორკში ჩამოსვლამდე წესი რესტორანში არც კი ვიყავი ნამყოფი. ჰოუარდ ჯონსონს არდლი, სადაც მხოლოდ ჩიპს, ჩიზბურგერებს და ვანილის ნაყინს შევექცეოდი. ბადი უილიარდისნაირ ხალხთან ერთად. არ ვიცი რისი ბრალია, მაგრამ გონი საჭმელზე მეტად ამ ქვეყნად არაფერი მიყვარს. თანაც რამდენიც არ უნდა ვჭამო, წონაში არ ვიმატებ. ერთხელ მოვიმატე ცოტა, თორემ მთელი 10 წლის განმავლობაში ერთი და იმავე წონისა ვიყავი. ჩემი საყვარელი კერძები სავსე აკარაკით, ყოლითა და არაშნით. ნიუ-იორკში იმდენი უფასო სადილი ვქონდა ჟურნალის თანამშრომლებთან და გამოჩენილ ადამიანებთან ერთად, რომ უზარმაზარ ხელნაწერ მენიუებში, რომლებშიც ნამცესის ოდენა კერძი 50-60 ცენტი ღერს. ყველაზე მდიდრული, ყველაზე ძვირადღირებული კერძების ამორჩევასა და შეკვეთას დავეჩვიე. სადილების ფული ყოველთვის წინასწარ იყო გადახდილი და ამიტომ სინდისის ქენჯნას არ ვგრძნობდი. ისე ჩქარა ვჭამდი, რომ იმ ხალხს, ვინც წონაში დაკლების იმედით მხოლოდ სალატს და გრეიპფრუტის წვენს უკვეთავდა, ჩემი ლოდინი არასოდეს სჭირდებოდა. ნიუ-იორკში ვისაც კი შევხვედრი ვარ, ყველა წონაში დაკლებას ცდილობდა. მინდა მივესალმო იმ ახალგაზრდა ქალბატონთა შორის ყველაზე ლამაზებსა და ჭკვიანებს, ვისი მასპინძლობის პატივით ჩვენს მომსახურე პერსონალს ოდესმე ჰქონია. საყელოზე მიმაგრებულ მიკროფონში ჩაიროხროხა სუქანმა, მელოტმა დღესასწაულების ორგანიზატორმა. ეს ბანკეტი მხოლოდ მცირე დასაწყისია იმ სტუმართმოყვარეობისა, რომლითაც ჩვენი რესტორანის ჟურნალის საღამოზე თქვენს გამასპინძლებას ისურვებდა. ნაზი ქალურიტაში შემდეგ ყველანი უზარმაზარ, გულუხვად გაწყობილ მაგიდას მივუსხედით. ჟურნალიდან 11 გოგო ვიყავით, რედაქტორების თანხლებით და გახამებულ უნიფორმებში გამოწყობილი რესტორნის მთელი პერსონალი თავს დაგტრიალებდა. 11 იმიტომ ვიყავით, რომ დორინი გვაკლდა. მისი ადგილი რატომღაც ჩემ გვერდით მოახვედრეს. ამიტომ ცარიელი სკამის გვერდით ვიჯექი.
დორინს თავისი ადგილის ბარათი შეუნახე, რომელსაც ზედ ჯიბის სარკე ჰქონდა. თავზე დორინი ეწერა და გამხმარი გვირილების გვირგვინში იყო ჩასმული. დორინი ლენი შეფერდთან ერთად ატარებდა იმ დღეს. საერთოდ ახლა უკვე დროის უდიდეს ნაწილს მასთან ატარებდა. ლედის დეის სადილამდე 1 საათით ადრე. უზარმაზარ, კრიალა სამზარეულოებში ექსკურსია მოგვიწყვეს და გვაჩვენეს, თუ როგორი რთული ამოცანაა ძლიერი განათების ქვეშ ვაშლის ღვეზლის სურათის გადაღება, რადგან ნამცხვარზე გადასმული ნაყინით ნება და უკანა მხრიდან გამუდმებით გასწორებას საჭიროებს. აუარებელმა საჭმელმა, რომლითაც ეს სამზარეულოები იყო გადაჭედილი, თავბრუდ ამახვია, იმიტომ კი არა თითქოს სახლში საჭმელი ცოტა გქონდეს, უბრალოდ ბებიაჩემი ყოველთვის ყველაფერს მოზომილად ამზადებდა და საჭმელს პირთან მიიტანდი თუ არა გეტყოდა. აბა შენიცი, გემრიელად შეექეცი. 1 გირვანქა 51 ცენტი ღირს. ჰოდა, სულ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს შემწვარი ხორცის ნაცვლად ცენტებს ვყლაპავდი. ვიდრე ჩვენ სკამებთან ვიდექით და მისასალმებელ სიტყვას უსმენდით, თავი დახრილი მქონდა და უჩუმრად ხიზილალიან ლანგრების განლაგებას ვათვალიერებდი. ერთი ლანგარი ჩემსა და დორინის ცარიელ სკამს შორის იყო სტრატეგიულად მოთავსებული. გამოვთვალე, რომ ჩემ პირდაპირ მჯდომ გოგოს არ შეეძლო ამ ლანგარს მოსტომოდა, რადგანაც შუაში ხონჩით მარციპანის მთელი მთა ჩაედგათ. ჩემს მარჯვნივ კიდევ ბეცი იჯდა, რომელიც ისე თავაზიანი იყო, რომ არ შემეცილებოდა თუ კი ლანგარს მარცხნივ არ გადმოუდგამდი. თან კიდევ ბეცის მარჯვნივ მჯდომ გოგოსთანაც იდო ისეთივე ლანგარი და იქიდან შეეძლო ხიზილალის ჭამა. მე და ბაბუას ჩვეული ხუმრობა გქონდა. ბაბუა ჩვენს ქალაქთან ახლოს სოფლის კლუბში მთავარ ოფიციანტად მუშაობდა და ყოველ კვირას ბებიაჩემი მანქანით აკითხავდა, რომ ორშაბათობით შინ ჩამოეყვანა უქმეზე. მე და ჩემი ძმა რიგრიგობით ვახვდით ბებიას და ბაბუაც ყოველთვის ვახშმით გვიმასპინძებოდა. თითქოს კლუბის ჩვეულებრივი კლიენტები ვიყავით. ძალიან უყვარდა ჩემთვის ახალი დელიკატესების გაცნობა. შედეგად 9 წლის ასაკში უკვე ვნებიანად ვიყავი შეყვარებული ხიზილალაზე. ჩვენი ხუმრობა კი ის იყო, რომ ჩემს ქორწილში ბაბუას უნდა ეზრუნა მაგიდაზე იმდენი ხიზილალა ყოფილიყო და ხოვებული რამდენის ჭამასაც შევძლებდი. რა თქმა უნდა ეს ხუმრობა იყო, რადგან გათხოვება არასოდეს მიფიქრია და რომ გავთხოვილიყავი კიდეც, ბაბუა ამდენ ხიზილალას ვერაფრით შეწვდებოდა, თუ თავისი სოფლის კლუბის სამზარეულოს არ გაძარცვავდა და ჩემოდნით არ გამოზიდავდა ყველაფერს. მინის წყარონისა და ფაიფურზე ვერცხლის წკრიალის ფონზე თებში ქათმის ხორცის ნაჭრებით გავივსე. მერე ხორცს ზემოდან სქლად გადავუშვი ხიზილალა, თითქოს პურზე მიწის თხილის კარაქი წამესვას და ხორცის ნაჭრები სათითაოდ გავიქანე პირში. წლების მანძილზე სადილებისას საჭირო დროს საჭირო კოვზების არჩევას კარგა ხანს ვანდომებდი და ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ თუ სუფრასთან რამეს არასწორად გააკეთებ, მაგრამ გარკვეულ თავდაჯერებას შეინარჩუნებ, თითქოს დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერს სწორად აკეთებ. არავინაც არ იფიქრებს, რომ ცუდი მანერები გაქვს, ან ცუდად ხარ აღზრდილი. პირიქით, იფიქრებენ, რომ ძალიან ორიგინალური და მოხერხებული ხარ. ეს ხერხი იმ დღეს ვისწავლე, როდესაც ჯეი კიმ სადილად ერთ ცნობილ მწერალთან წამიყვანა. მას საშინელი მოჯაჭვული და დალაქავებული ყავისფერი ტვიდის პიჯაკი, ნაცრისფერი შარვალი და წითელ ლურჯი კუბოკრული ყელმოღეღილი პერანგი ეცვა. არადა რესტორანი მაღალი კლასის იყო, შადრევნებითა და ჭაღებით სავსე და ირგვლივ ყველა მუქ კოსტიუმებსა და გახამებულ პერანგებში იყო გამოწყობილი. ეს პოეტი სალადს ფოთოლ-ფოთოლ ხელით გეახლებოდათ და თან ხელოვნებისა და ბუნების ანტითეზის შესახებ მესაუბრებოდა. თვალს ვერ ვაცილებდი პუტკუნა თეთრ თითებს, ჯამიდან სალათის ფოთლებს პოეტის პირისაკენ რომ მიაქანებდნენ. გარშემო არც არავის უხითხითია და არც რამე ჩაულაპარაკიათ უხეშად.
პოეტი ისე შეექცეოდა ხელით სალათის ბოთლებს, თითქოს ეს მათი მირთმევის ერთადერთი ბუნებრივი და ჩვეულებრივი გზა იყო. ლედის დეის თანამშრომლებიდან ჩემ ახლო-მახლო არავინ იჯდა. ბეტსი კი ჩემდამი კეთილგანწყობილი და მეგობრული იყო. თანაც ჩანდა, ხიზილალა მაინც და მაინც არ უყვარდა, ასე რომ თავი ლაღად ვიგრძენი. ცივი ქათმის ხორცით და ხიზილალათი სავსე პირველი თევში მოვასუფთავე და მეორეს გადავწვდი. მერე კი ავოკადოს და კიბორჩხალას ხორცის სალათს მივადექი. ავოკადო ჩემი უსაყვარლესი ხილია. ყოველ კვირას ბაბუას ჩანთით 6 ნახმარი პერანგისა და საკვირაო კომიქსის ქვეშ გადანახული ავოკადო მოქონდა ჩემთვის. ბაბუამ მასწავლა, როგორ უნდა აურიო ყურძნის ჟელეში ფრანგული соуსი და მერე ამ ბროწეული სფერის სითხით ავოკადო ამოავსო. ამ ყველაფრის გახსენებამ შინ ყოფნა მომანატრა. შინაურ соуსთან შედარებით ეს კიბორჩხალას ხორცი ნამდვილად უგემურად მეჩვენა. ქურქების ჩვენებამ როგორ ჩაიარა? ვკითხებ ბეტსის, როცა ხიზილალაში შეცლების შიში უკვე აღარ მქონდა. სუფრის კოვზით ხიზილალის ბოლო შავი, მარილიანი კვერცხებიც მოვხიკე და თევშიც მოკრიალდა. შვენივრად, გამიღიმა ბეტსიმ. გვიჩვენეს როგორ შეიძლება ყოველდღიური ყელსახვევის გაკეთება სიასამურის კუდითა და ოქროს ძეწკვით. ძეწკვი შეიძლება უბრალოც იყოს, ოღონდ ოქროსფერი. ვულვორთსში იყიდება ეგეთები $2. ჰოდა, ჰილდა ჩვენების შემდეგ პირდაპირ ბეწვეული საბითმო მაღაზიაში გაქანდა და მთელი შეკვრა სიასამურის კუდები იყიდა ფასდაკლებით. მერე ძეწკვები საყიდლადაც გაიქცა და ავტობუსში რომ ამოდიოდა, უკვე ყველაფერს ერთმანეთზე აბამდა. ბეტსის მოპირდაპირე მხარეს ჰილდას გავხედე. 6 ფუტის სიმაღლის იყო, ეშმაკური, მწვანე თვალებით, სქელი წითელი ტუჩებითა და ცარიელი, სლავური გამომეტყველებით. ქუდებს აკეთებდა. ჰილდა მოდების განყოფილების რედაქტორის თანაშემწე იყო, რაც მას უფრო განათლებულებისაგან გამოარჩევდა. ჩვენ, მე, დორინი, ბეტსი და დანარჩენები, ყველანი სვეტებს წერდით ჟურნალისათვის, თუმცა აქედან ზოგი მხოლოდ ჯანმრთელობასა და სილამაზეს ეხებოდა. არ ვიცი ჰილდას წერა-კითხვა რამდენად შეეძლო, მაგრამ გასაოგნებელ ქუდებს კი აკეთებდა. ნიუ-იორკში ქუდების დიზაინის სპეციალურ სკოლაში დადიოდა და სამსახურში ყოველდღე ახალი ქუდი ეხურა, ხან ჩალის, ხან ბეწვის, ხან ბავთებით, ხან მოხდენილი ვუალით გაწყობილი, ყველა საკუთარი ხელით დამზადებული. პირდაპირ გადასარევია, ვთქვი მე, გადასარევი. დორინი მომენადრა. აქ რომ ყოფილიყო, ჰილდას ამ ახალ გადასარევ ბეწვის ყელსაბამზე რამე გამანადგურებელს წამჩურჩულებდა და გამამხიარულებდა. თავი ნაძირალად ვიგრძენი. იმ დილას თვითონ ჯეიქიმ ჩამომხსნა ნიღაბი და ახლა ვგრძნობდი, რომ რაც კი უსიამოვნო ეჭვი მქონდა ჩემს თავთან დაკავშირებით, ყველაფერი სიმართლე იყო და რომ ამ სიმართლეს საკუთარ თავს ვეღარ დავუმალავდი. 19 წლის მანძილზე კარგი ნიშნების, 1000-გვარი ჯილდოებისა და გრანტების დევნის შემდეგ ხელის ჩაქნევა, შენელება, შეჯიბრიდან გამოსვლა დავიწყე. ბეწვეულის ჩვენებაზე ჩვენთან ერთად რატომ არ წამოხვედი? ჩამეკითხა ბეტსი. ისეთი გრძნობა გამიჯდა, რომ ეს კითხვა 1 წუთის წინაც დამისვა და მე არ ვუსმენდი. დორინთან ერთად იყავი სადმე? არა, მეთქი ვუთხარე. წამოსვლა კი მინდოდა, მაგრამ ჯეიქიმ დამირეკა და ოფისში დამიბარა მეთქი. ჩვენებაზე წასვლის სურვილი მთლად სიმართლეს არ შეეფერებოდა, მაგრამ ახლა თავს ვიჯერებდი. თითქოს მართლაც ვაპირებდი იქ წასვლას, რომ ჯეიქის ნათქვამით კიდევ უფრო გულნადგენად მეგზნო თავი. ბეტსის ვუამბე, როგორ ვიწექი იმ დილას საწოლში და ბეწვეულის ჩვენებაზე წასვლას ვგეგმავდი. არ მithქვამს, რომ უფრო ადრე დორინი შემოვიდა და მითხრა, რა დაგრჩენია იმ გოიმურ ჩვენებაზე. მე და ლენი კონი აილენდზე მივდივართ და კარგს იზამ, თუ შემოგვიერთდები. ლენი ვინმე კაი ტიპს წამოიყვან შენთვის. ამად კიდევ დღეს იმდენი ღონისძიება აქვთ გეგმილი, სადილისა და შუადღეზე ფილმის პრემიერის ჩათვლით, რომ ჩვენც არ ყოფნას
მაინც ვერ შეამჩნევენო. ერთი წუთით ლამის სულმა წამძლია. ჩვენება მართლა სულელური უნდა ყოფილიყო. ბეწვეულის სულ არ მაინტერესებდა, მაგრამ ბოლოს გადაუწყვიტე. სანამ არ მომბეზრდება, ლოგინში ვიწვევი. მერე კი ცენტრალურ პარკში წავალ და იხვებით სავსე ტბასთან, ბალახზე გავგორდები მეთქე. დორინს უთხარი, რომ არც ჩვენებაზე, არც სადელზე და არც პრემიერაზე არ ვაპირებ წასვლას, მაგრამ არც კონი აილენდზე მოყვები და ლოგინში ვრჩები მეთქე. დორინი რომ წავიდა, იმაზე დავიწყე ფიქრი. რატომ აღარ შემეძლო მთელი დღე იმის კეთება, რაც მევალებოდა. ამან ხასიათი გამიბუჭა და დამღლა. მერე იმაზე ვფიქრობდი, რატომ დორინივით ვერც იმას ვაკეთებ, რაც არ შეიძლება მეთქი და ამან კიდევ უფრო დამასევდიანა და დამღლა. არ ვიცოდი უკვე რომელი საათი იყო. დერეფნიდან ჩვენებაზე წასასვლელად მომზადებული გოგოების ფუსფუსი და ხმაური მომესმა და მერე დერეფანით სიჩუმემ მოიცვა. მე კი ისევ გულაღმა ვიწექი და ცარიელ თეთრ ჭერს ავყურებდი. ირგვლივ სიჩუმე გაიბერა, გაიზარდა და გუგუნი დაიწყო და უკვე მეგონა, ამხელა სიჩუმე ყურის ბარაბანს გამიხედავს მეთქი, რომ ტელეფონის ზარი გაისმა. მთელი წუთი მივშტერებოდი ტელეფონს. ყურმილი თავის ძვლისფერ ბუდეში თითქოს ოდნავ შეერხა კიდეც და დაურწმუნდი, რომ მართლა რეკდა. ვიფიქრე, ალბათ ჩემი ტელეფონის ნომერი ვინმეს ცეკვის დროს ან წვეულებაზე მივეცი და დამავიწყდა მეთქი. ყურმილი ავიღე და უხეში, გაღიზიანებული ხმით ჩავძახე. ალო, ჯეიკი ვარ. უკანმე მომახალა ჯეიკიმ. მაინტერესებს, დღეს ოფისში მოსვლას ხომ არ აპირებ? წამოვჯექი. ვერ მივხვდი რატომ გადაწყვიტა ჯეიკიმ, რომ დღეს ოფისში უნდა მივსულიყავი. ყველას ჰქონდა განრიგის დაბეჭდილი ასლი, რომ ღონისძიებებისათვის თვალყური გვედევნებინა. ძალიან ხშირად დილაობით და შუადღეზე ოფისს გარეთ ქალაქში გასვლა ჰქონდა დაგეგმილი. რა თქმა უნდა, ზოგ ღონისძიებაზე დასრება ნებაყოფლობითი იყო. 40-ში პაუზა კარგახანს გაგრძელდა და მერე ჯეიქის მოგზალებით ვუპასუხე, რომ ბეწვეულის ჩვენებაზე ვაპირებდი წასვლას. რა თქმა უნდა, წინასწარ განზრახული არ იყო ეს ტყუილი. უბრალოდ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. ვუთხარი, ჩვენებაზე წამოსვლას ვაპირებდი მეთქი. ვუამბობდი ახლა ბეცის, მაგრამ ოფისში დამიბარა. ჩემთან ლაპარაკი უნდოდა და რაღაც საქმეც იყო გასაკეთებელი. უი, თანაგრძნობით მითხრა ბეციმ. გონი შეამჩნია. ცრემლები ხაპაღობით როგორ ჩამიცვივდა ნაყინის ფინჯანში. მერე ბეციმ თავისი დესერტი ხელუხლებლად მომიწია და ჩემი რომ მოვათავე, იმისას მივადექი. ცრემლებისა ცოტა შემრცხვა, მაგრამ ეს ცრემლები ნაძალადები არ ყოფილა. ჯეიქიმ საშინელებები მითხრა. როცა 10 საათისთვის ოფისში ფერწასული შევედი, ჯეიქი წამოდგა და კარი დახურა. მე ჩემი საბეჭდი მანქანის მაგიდასთან მსრიალა სკამზე დავჯექი და ის კი თავის მაგიდასთან, ჩემ წინ, ტროპიკული ბაღივით ამოზრდილი ქოთნის ყვავილებით, სავსე სარკმლის ფონზე მოთავსდა. ესთერ, შენი საქმე გაინტერესებს? დიახ, ძალიან. ლამის ვიყვირე. თითქოს ყვირილით რამეში დავარწმუნებდი, მაგრამ თავი შევიკავე. მთელი ცხოვრება თავს ვიჯერებდი, რომ სწავლა, კითხვა, წერა და მუშაობა მინდოდა. სინამდვილეში მართლაც ასე იყო. ყველაფერი მშვენივრად გამომდიოდა. ყველა საგანში მაღალი ნიშნები მეწერა და როცა კოლეჯში დავიწყე სწავლა, ჩემი შეჩერება აღარავის შეეძლო. კოლეჯიდან ქალაქის გაზეთის კორესპონდენტიც ვიყავი, ლიტერატურული ჟურნალის რედაქტორიც და იმ ძალზე პოპულარული ორგანოს, საპატიო საბჭოს თავმჯდომარეც, რომელიც კოლეჯში სასწავლო პროცესისა და სხვა სოციალური სახის დარღვევებს განიხილავს. ჩემი მასწავლებელი კათედრიდან, სახელგანთქმული პოეტი ქალი, აღმოსავლეთ სანაპიროს უდიდეს უნივერსიტეტებში მიწევდა რეკომენდაციას, რაც სრულ სტიპენდიას მიქადდა. აი ახლაც ინტელექტუალური მოდების ჟურნალის საუკეთესო რედაქტორის მოწაფე ვიყავი და მე კი ამ დროს მონჭრეულ ეტლში შებმული ჩაგლაგი ცხენივით დავჩაქჩაქებდი.
ყველაფერი ძალიან მაინტერესებს. სიტყვები ჯეიქის ცარიელ მაგიდაზე დამიცვივდა. მიხარია ამის მოსმენა. ცოტა არ იყოს, გესლიანად მიპასუხა ჯეიქიმ. თუ იბეჭდებ, ამ ერთი თვის განმავლობაში ჟურნალში მუშაობამ ბევრი რამე შეიძლება გასწავლოს. გოგონა, რომელიც შენამდე იყო აქ, პირდაპირ Times-ში მოხვდა. როგორ უყოჩაღია, ისევ უკმეხად გამომივიდა. რა თქმა უნდა, კოლეჯში ერთი წელი კიდევ დაგრჩა. ოდნავ შერბილებული ტონით გააგრძელა ჯეიქიმ. დამთავრების შემდეგ რას აპირებ? ყოველთვის ვფიქრობდი, რომ კოლეჯის დამთავრების შემდეგ სტიპენდიით უნივერსიტეტში მოვხვდებოდი, ან ევროპაში სასწავლებლად გრანტს მოვიპოვებდი და მერე პროფესორი გავხდებოდი და თან ლექსების კრებულებს გამოვაქვეყნებდი, ან ლექსებს დავწერდი და სადმე რედაქტორად ვიმუშავებდი. ჩვეულებრივ, ენის წვერზეც ეს გეგმები მადგა. არ ვიცი, ვთქვი ახლა. ვთქვი და საკუთარმა სიტყვებმა თავზარი დამცა, რადგან ამას რომ ვამბობდი, ვიცოდი, ეს იყო სიმართლე. სიმართლე იყო და ეს სიმართლე საკუთარ ხმაში ისე ამოვიცანი, როგორც მამას ამოიცნობ ვიღაც უცნობში, რომელიც წლების მანძილზე დაძრწის შენს კართან და ერთხელაც მოულოდნელად მოდის და გეუბნება, შენი ნამდვილი მამა ვარო. და უცებ ხვდები, რომ მართლა გაჭრილი ვაშლივით გავს და რომ სწორედ ეს კაცია მამა შენი და არა ის, ვინც მთელი სიცოცხლე მამა გეგონა. არ ვიცი, ასე არაფერი გამოგივა. ჯეიქი წამით შეყონდა. რომელი ენები იცი? ფრანგულად ვკითხულობ ცოტას და ყოველთვის მინდოდა გერმანული სწავლა. უკვე 5 წელი იყო, ხალხს ვეუბნებოდი. გერმანული სწავლას ვაპირებ მეთქი. დედაჩემი ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგაც მთელი ბავშვობა გერმანულად ლაპარაკობდა. ამის გამო პირველი მსოფლიო ომის დროს სკოლაში ბავშვებმა ქვებიც კი დაუშინეს. გერმანულენოვანი მამაჩემი, რომელიც 9 წლისა ვიყავი რომ გარდაიცვალა, წარმოშობით პრუსიის შავი გულის მანიაკალურ დეპრესიული სოფლიდან იყო. ჩემი უმცროსი ძმა კი ამჟამად გაცვლითი პროგრამით სწავლობდა ბერლინში და გერმანულს მშობლიურივით ლაპარაკობდა. არავის ვეუბნებოდი, რომ როგორც კი გერმანული ენის ლექსიკონს ვიღებდი ხელში, ამ გრძელი, შავი, ჩახლართული სიტყვების დანახვაზე გონება ნიჟარასავით მეკეტებოდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საგამომცემლო საქმიანობას მივუყოფდი ხელს. შევეცადე, ჩემი ძველი გეგმები და ამ გეგმებით ხალხის დაინტერესების უნარი დამებრუნებინა. ალბათ რომელიმე გამომცემლობაში შევეცდები მუშაობის დაწყებას. ფრანგული და გერმანული უნდა ისწავლო. შეუბრალებლად მიპასუხა ჯეიქიმ. და ალბათ დამატებით კიდევ რამდენიმე ენაც. ესპანური და იტალიური, უკეთესია რუსული. ნიუ-იორკში ყოველ ზაფხულს ასობით გოგონა ჩამოდის, იმ იმედით, რომ რედაქტორი გახდება. რამე ისეთის შეთავაზება უნდა შეგეძლოს, რაც სხვას არ გააჩნია. უკეთესი იქნება, თუ ენებს ისწავლე. იმის თავი აღარ გქონდა. ჯეიქისთვის ამეხსნა, რომ ჩემი გაკვეთილების ცხრილში ენების კი არა, ნემსის ჩასავარდნი ადგილიც აღარ იყო. იმ ერთ-ერთი გაძლიერებული პროგრამით ვსწავლობდი, რომელიც დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაზე იყო კონცენტრირებული და ტოლსტოის, დოსტოევსკის და ლექსების წერის კურსს მოიცავდა. დანარჩენ დროს კი ჯოისის შემოქმედებაში რაღაც ბუნდოვანი თემების შესახებ თხზულებების წერას ვანდომებდი. საბოლოო თემა ჯერ კიდევ არ მქონდა აღებული, რადგან ფინეგანის ქელეხი ჯერ არ წამეკითხა. ჩემი ხელმძღვანელი ძალიან დაინტერესებული ჩანდა ჩემი თემით და დამპირდა, რომ ტყუპების სახეებთან დაკავშირებით დამაკვალიანებდა. მოვიფიქრებ რამეს, ვუთხარი ჯეიქის. იქნებ როგორმე ელემენტარული გერმანულის კურსი ჩავდიო ჩემს განრიგში. გავიფიქრე ამის გაკეთება მართლა ღირსმეთქი. გზაც ვიცოდი, ჩვენი კლასის ხელმძღვანელი როგორ უნდა დამეყოლიებინა, რომ ჩემთვის ნება მოეცა, დამატებითი რაღაცეები მეკეთებინა. ის როგორც საინტერესო ექსპერიმენტს ისე მიყურებდა. კოლეჯში იძულებული ვიყავი ფიზიკისა და ქიმიის კურსები მესწავლა. ბოტანიკა უკვე გავლილი მქონდა და ძალიან კარგ შედეგებსაც მივაღწიე.
მთელი წლის განმავლობაში არც ერთ ტექსტში არც ერთი კითხვა არ ჩამიგდია და ერთი ხანობა იმასაც ვფიქრობდი, ბოტანიკოსი ხომ არ გამოვიდე და აფრიკის ველური ბუნება ან სამხრეთ ამერიკის დაბურული ტყეები ხომ არ შევისწავლო მეთქე, თანაც ნაკლები კონკურენციის გამო. ამ ადგილებში კვლევისათვის გაცილებით უფრო იოლი იყო დიდი გრანტების მოგება, ვიდრე იტალიაში ხელოვნების ან ინგლისში ლიტერატურის შესასწავლად. ბოტანიკის სწავლამ სიამოვნებდა, რადგან მიყვარდა ფოთლების, ანათლების აღება, მიკროსკოპის ქვეშ მოთავსება და თავთავებისა და უცნაური გულის ფორმის ფურცლების დიაგრამების ხატვა. ეს ჩემთვის სიცოცხლით სავსე საქმე იყო. ხოლო როდესაც პირველად ფიზიკის გაკვეთილს დავესწარე, სიცოცხლე შემძულდა. დაბალი, შავგრემანი, როხროხა და ენა მოჩლექილი კაცი, რომელსაც ბატონი მანზი ერქვა. კლასის წინ ლურჯ პიჯაკში გამოწყეპილი იდგა და ხელში ხის ბურთი ჩაეფხუჯა. მერე ეს ბურთი მოღუნულ ფირფიტაზე დადო და ბურთიც ჩამოგორდა. მერე დაიწყო ლაპარაკი. თქვათ ა აჩქარებაა და ტ კი დრო და მერე მიყვადა მთელი დაფა გადააჭრელა და ტვინი სულთლად გამეთიშა. ფიზიკის სახელმძღვანელოს საერთო საცხოვრებელში წავიღე. უზარმაზარი წიგნი იყო, 400 გვერდიანი, აგურისფერი მოყავოს ყდაში მოქცეული, ყოველგვარი ნახატისა და ფოტოს გარეშე, მარტო ნახაზებითა და ფორმულებით სავსე. ეს წიგნი თავად ბატონი მანზის დაწერილი იყო, სპეციალურად კოლეჯის მოსწავლე გოგონებისათვის. და თუ ჩვენზე ჩატარებული ექსპერიმენტი წარმატებით განხორციელდებოდა, ბატონი მანზი ამ სახელმძღვანელოს გამოქვეყნებას შეეცდებოდა. ფორმულებიც ვისწავლე. გაკვეთილებზეც კეთილსინდისიერად დავდიოდი. ფირფიტაზე დაგორებულ ბურთებსაც შევცქეროდი და ზარებით წრიალსაც ვუსმენდი. სემესტრის ბოლოს გოგონების უმრავლესობა ჩაიჭრა, მე კი გამართული ფრიადი მივიღე. ისიც ხშირად მესმოდა. იმ გოგოებს, რომლებიც ჩიოდნენ, კურსი მეტისმეტად რთულიაო. ბატონი მანზი როგორ ეუბნებოდა, არა, ეს ვერ იქნება მეტისმეტად რთული, რადგან ერთმა გოგონამ გამართული ფრიადი მიიღო. ვინ მიიღო, გითხარით რა? სთხოვდნენ გოგოები, მაგრამ ის თავს აქნევდა და არაფერს ამბობდა, მხოლოდ ტკბილად, იდუმალი შეთქმულივით გამიღიმებდა ხოლმე. აი აქედან გამიჩნდა შემდეგ სემესტრში ქიმიის თავიდან აცილების იდეა. ფიზიკაში ეს ჩემი გამართული ნიშანი კი მივიღე, მაგრამ პანიკაში ვიყავი. მთელი სემესტრის განმავლობაში ფიზიკა ცუდად მხდიდა. ვერანაირად ვერ შევეგუე ამ ციფრებად შეკუმშულ სამყაროს. ფოთლების ფორმებისა და იმ უჯრედების, მოგრძო დიაგრამების მაგიერ, რომლებითაც ფოთლები სუნთქავენ და დაფაზე ისეთი მომხიბლავი სიტყვების ნაცვლად, როგორიცაა კაროტინი და ქსენტოფილი, ეს საძაგელი, უშნო, მორიელივით დაგრეხილი ფორმულები იყო ერთადერთი, რასაც ბატონი მანზის წითელი ცარცი ტოვებდა. ვიცოდი, ქიმია კიდევ უფრო უარესი იქნებოდა, რადგან ქიმიის ლაბორატორიაში გამოკიდული 80 რამდენიღაც ელემენტის უზარმაზარი ცხრილი ჰქონდა ნანახი. ისეთი მშვენიერი სიტყვები, როგორიცაა ოქრო, ვერცხლი, კობალტი და ალუმინი. უშნო შემოკლებებად იყო შემცირებული და ზედ სხვადასხვა ციფრები ჰქონდა მიწერილი. ამ ყველაფრით კიდევ ერთხელ რომ დამეძაბა ტვინი, ჭუიდანაც შევიშლებოდი და გამოცდაზე ჩავფლავდებოდი. წლის პირველი ნახევრის შეთავება ხომ მხოლოდ ნებისყოფის საშინელი დაძაბვის ფასად მოვახერხე. ბოლოს ჩემი კლასის ხელმძღვანელს ერთი გონივრული გეგმით მივმართე. ვუთხარი, რომ დრო მჭირდებოდა შექსპირის კურსის ასაღებად, რადგან საბოლოო ჯამში ჩემი სპეციალობა ინგლისური იყო. ორივე მშვენივრად ვიცოდით, რომ ქიმიის კურსშიც ისევ გამართულ ფრიადს მივიღებდი. ამიტომ აზრი არც ჰქონდა გამოცდაზე ჩემს გასვლას. რატომ არ შეიძლებოდა უბრალოდ მევლო ლექციაზე, ჩათვლებისა და ნიშნების გარეშე. ეს თავმოყვარე ხალხისათვის უბრალოდ ღირსების საკითხი იყო. შინაარსი ხომ ფორმაზე მეც ნიშნავდა და ნიშნებს ხომ სინამდვილეში უკვე აზრი აღარც აქვს. როცა წინასწარ იცი,
რომ ყოველთვის ფრიაც მიიღებ. ჩემი გეგმის წარმატება იმანაც განაპირობა, რომ ჩვენი მომდევნო კლასებისათვის კოლეჯმა საერთოდ მოხსნა სავალდებულო მეცნიერებების სწავლების მეორე წელი. ასე რომ, ჩემი კლასი უკანასკნელი იყო, ძველი პროგრამის გამო, რომ იტანჯებოდა. ბატონ მანზის არაფერი ჰქონდა ჩემი გეგმის საწინააღმდეგო. გონი კიდეც სიამოვნებდა, რომ მის გაკვეთილებზე რაიმე მატერიალური მიზეზის ანუ ჩათვლებისა და ნიშნების გამო კი არა, თავად ქიმიის დიადი ხიბლის გამო დავდიოდი. შექსპირის დამატებითი კურსის აღების შემდეგაც კი ქიმიის კურსზე უბრალოდ დასწრების სურვილის გამოთქმა ჩემი მხრიდან მართლა გონება მახვილობა იყო. რაღაც ისეთი ჟესტივით გამომივიდა. თითქოს ქიმიისათვის თავის დანებება არ შემეძლო. რა თქმა უნდა ამ გეგმას წარმატება არ ეწერა. წინა სემესტრში ის ფრიადი რომ არ მქონოდა მიღებული. ჩემი კლასის ხელმძღვანელს რომ სცოდნოდა როგორი შეშინებული და სასოწარკვეთილი ვიყავი და როგორ სერიოზულად ვფიქრობდი ისეთ უკიდურეს ზომებზე, როგორიც ექიმისგან ცნობის აღებაა, რომ ქიმიის სწავლა არ შემეძლო, რომ ფორმულებისგან თავი მტკივდებოდა და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ, ერთი წუთითაც არ მომისმენდა და კურსის აღებას მაიძულებდა. მაგრამ კათედრის ხდომამ განიხილა ჩემი თხოვნა და მოგვიანებით კლასის ხელმძღვანელმა მითხრა, რომ რამდენიმე პროფესორი ძალიან მოიხიბლა ამ თხოვნით. მათ ეს ინტელექტუალური სიმწიფისაკენ გადადგმულ ნამდვილ ნაბიჯად მიიღეს. გამეცინა, როცა წლის დანარჩენი ამბები გამახსენდა. კვირაში 5 ჯერ დავდიოდი ქიმიის გაკვეთილზე. არც ერთი მეცადინეობა არ გამიცდენია. იდგა ბატონი მანზიც, უზარმაზარი, მორყეული კათედრის უკან და ერთი კოლბიდან მეორეში სითხის გადაღვით ლურჯ კვამს, წითელ ალსა და ყვითელი ღრუბლების ნაკადს აფქვევდა. მე კი მის ხმას ყურშიც არ ვუშვებდი. თითქოს კოღოს წუილი იყო სადღაც შორეთში. სკამის საზურგეს მიყრდნობილი გავყურებდი კაშკაშა, შუქებსა და ცეცხლის ენებს და რვეულებს ვილანელებითა და სონეტებით ვავსებდი. ბატონი მანზრი დროდადრო გადმომხედავდა ხოლმე. დაინახავდა რომ წერდი და მოწონების ღიმელს მიგზავნიდა. ალბათ ფიქრობდა, რომ არც ერთ ფორმულას არ ვტოვებდი ჩაუწერლად. თანაც სხვა გოგოებივით გამოცდისათვის კი არ ბეჯითობდი. არამედ მისი ახსნილი გაკვეთილები ისე მხიბლავდა, რომ სხვაგვარად არ შემეძლო. არ ვიცი, ჯეიქის ოფისში რამ გამახსენა ქიმიისაგან ჩემი თავის დაძრონის ამბავი. ჯეიქი მელაპარაკებოდა, მე კი მის თავს უკან. მისტერ მანზი მელანდებოდა, ხელში ხის ბურთითა და იმ საექსპერიმენტო კოლბით, საიდანაც სააღდგომო არ დადეგებამდე ერთი დღით ადრე ყვითელი ბოლი გადმოვიდა და ლაყე კვერცხის სუნი დააყენა, რამაც გოგოების და თვითონ ბატონი მანზიც კარგად ახალისა. ბატონი მანზი მეწოდებოდა. ლამის იყო მივსულიყავი და მუხლებზე დაჩოქელს მომეხადა ბოდიში, ჩემი ტყუილის გამო. ჯეიქიმ მოთხრობის ხელნაწერის მთელი დასტა მომაწოდა და უფრო რბილად დამელაპარაკა. დილის დარჩენილი ნაწილი მოთხრობების კითხვასა და ოფისის ვარდისფერ თაბახზე, ჩემი კომენტარის ბეჭდვაში გავატარე. ამ ყველაფერს ბეცის გამომცემელს ვუგზავნიდი, რომ მეორე დღეს ბეცის გადაეკითხა. დროდადრო საქმე ჯეიქი მაწყვეტინებდა, რომ რაიმე პრაქტიკული შენიშვნა მოეცა, ან უბრალოდ წაეჭორავა. იმ შუა დღეს ჯეიქი სადილზე ორ ცნობილ მწერალთან, ქალთან და კაცთან ერთად მიდიოდა. კაცმა ისის იყო 6 პატარა მოთხრობა მიყიდა ნიუ-იორკერს და 6-იც ჯეიქის. ამან ძალიან გამაოცა, რადგან არ ვიცოდი, ჟურნალები 6 მოთხრობას ერთდროულად თუ ყიდულობდნენ. თავბრუდ ამეხვა, რომ წარმოვიდგინე, რა შემოსავალი ექნებოდა ავტორს ამ 6 მოთხრობისგან. ჯეიქიმ შენიშნა, რომ დღევანდელ სადილზე ძალიან ფრთხილად უნდა ყოფილიყო, რადგან მწერალ ქალს
ნიუ-იორკერში არც ერთი მოთხრობა არ გამოუქვეყნებია და ჯეიკი მათ 5 წლის მანძილზე მისგან მხოლოდ ერთი მოთხრობა იყიდა. აქედან გამომდინარე, ცნობილი მწერალი მამაკაცისათვის მეტი ხოტბა უნდა შეესხა და თან არც მწერალი ქალისათვის უნდა ეტკინა გული. როცა ფრანგულ კედლის საათში ქერუბიმებმა ფრთები შეარხიეს, პაწია მოოქროვილი საყვირები ტუჩებთან მიიტანეს და ერთმანეთის მიყოლებით 12 ნოტი დაუკრეს, ჯეიკიმ მითხრა: დღეისათვის საკმარისი სამუშაო შეასრულე და შეგიძლია ლედის დეის მიერ მოწყობილ ექსკურსიას, ბანკეტს და ფილმის პრემიერას დაესწრო. ხვალ კი ისევ დილით ადრე ენთუზიაზმით სავსესო. მერე იისფერ ზედატანზე პიჯაკი მოიცვა. ხელოვნური იასამნებით მორთული ქუდი კინკრიხოზე წამოიკოსა, პუდრა ნაჩქარევად დაიყარა ცხვირზე და სათვალეც დაისკუპა. საშინლად გამოიყურებოდა, მაგრამ ძალიან ჭკვიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ოთახიდან რომ გადიოდა, იასამნიანი ხელთათმანი მხარზე მომითათუნა. უფლება არ მისცე ამ წყეულ ქალაქს, რომ დაგიტანოს. რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩემს ბზრიალა სკამზე გაყუჩებული ვიჯექი და ჯეიკიზე ვფიქრობდი. ვცდილობდი თავი მის ადგილას წარმომედგინა, ცნობილ გამომცემლად, კაუჩუკის მცენარეების ქოთნებითა და აფრიკული იებით სავსე ოფისში, რომლებიც ჩემს მდივანს ყოველდღე უნდა მოერწყა. ვინატრე ნეტავი ჯეიკისთანა დედა მაინც მყავდეს მეთქი, მაშინ ნამდვილად მეცოდინებოდა, რასაც ვიზამდი. ჩემი საკუთარი დედა მაინც და მაინც ვერ იყო საქმეში გამოსადეგი. დედა სტენოგრაფიასა და ბეჭდვას ასწავლიდა, რომ მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ როგორმე გამოვეკვებეთ. გულის სიღრმეში ეს საქმე სძულდა და მამაჩემიც, რომელიც ისე მოკვდა, გროშიც არ დაგვიტოვა, რადგან სადაზღვეო კომპანიის თანამშრომლებს არ ენდობოდა. დედა სულ ჩამჩიჩინებდა. სტენოგრაფია შენც ისწავლე, რომ კოლეჯის ხარისხთან ერთად რაიმე პრაქტიკული ცოდნას ჰქონდესო. წინასწარ მეტყოლებიც კი დურგლები იყვნენ, მეტყოდა ხოლმე. მათაც ჩვენსავით უნდა ეშრომათ, რომ ეარსებათო. თბილი წყლით სავსე ჯამში, რომელიც ლედის დეის ოფიციანტმა ჩემი ორი დაცარიელებული სანაყინის ადგილას მოათავსა, თითები ჩავაწე. მერე თითები საგულდაგულოდ გავიწმინდე ტილოს ხელსახოცით, რომელიც ჯერ კიდევ საკმაოდ სუფთა იყო. მერე ტილოს ხელსახოცი დავკეცე, ტუჩებთან მივიტანე და ტუჩებიც გულდასმით გავიწმინდე. როდესაც ხელსახოცი უკან მაგიდაზე დავდე, ზეც შუაგულში ტუჩების ფორმის ლაქა პაწია გულივით ვრწყინავდა. რამხელა გზა გამოვიარე მეთქი, გავიფიქრე. პირველად თითების ჯამი ჩემი პროტექტორის სახლში ვნახე. როგორც სტიპენდიების ოფისში დაბალმა, ჭორფლიანმა ქალმა ამიხსნა, ჩემს კოლეჯში წესად იყო, რომ თუ კი ის, ვისი სახელობის სტიპენდიაც ჰქონდა, ცოცხალი იყო, მისთვის სამადლობელი წერილი უნდა მიგვეწერა. მე ფილომენა გუინეას სახელობის სტიპენდია მქონდა. ეს ქალი მდიდარი რომანისტი იყო და ჩემს კოლეჯში სწავლობდა საუკუნის დასაწყისში. მისი პირველი რომანის მიხედვით, პეტ დევიდსის მონაწილეობით მუნჯი ფილმი გადაიღეს. ერთი რადიო პიესაც დაწერა, რომელსაც ახლაც გადმოსცემენ ხოლმე. ხოდა აღმოჩნდა, რომ ეს ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ბაბუაჩემის სოფლის კლუბიდან არც ისე შორს დიდ სასახლეში ცხოვრობდა. ფილომენა გუინეას გრძელი წერილი მივწერე. კოლეჯის ტიტულიან ნაცრისფერ ქაღალდზე, შავი მელნით, ვუამბე შემოდგომის ტყის შესახებ, რომელშიც ველოსიპედით მიყვარდა სეირნობა. მივწერე, რა შესანიშნავი იყო საერთო საცხოვრებელში ყოფნა. ყოველდღიურად სახლიდან ავტობუსით ჩამოსვლის ნაცვლად, რომ მისი სტიპენდიის წყალობით ცოდნის კარიბჭე ფართოდ იყო ჩემთვის გახსნილი და რომ იქნებ ერთ მშვენიერ დღეს ისეთივე დიდებული წიგნების წერაც შემძლებოდა, როგორც მას. ქალაქის ბიბლიოთეკაში
ქალბატონი გვინეას ერთი წიგნი მქონდა წაკითხული. კოლეჯის ბიბლიოთეკაში მისი წიგნები რატომღაც არ ჰქონდათ. ის ერთი წიგნი თავიდან ბოლომდე გრძელი, რიტორიკული კითხვებით იყო სავსე. მიხვდება ეველინი, რომ გლედისი წარსულში იცნობდა როჯერსს, ცნობის მოყვარეობა ტანჯავდა ჰექტორს, ან როგორ შეეძლო დონალდს მისი ცოლად შერთვა, როცა მისის როლმობთან სოფლის მივარდნილ ფერმაში გადამალული პაწია ელსის ამბავი შეიტყო. გრიზელდა თითქოს თავისი ცივი მთვარის სხივით განათებული ბალიშისაგან ითხოვდა პასუხს. ამ და სხვა მსგავსმა წიგნებმა ფილომენა გვინეას, რომელმაც მოგვიანებით მითხრა, რომ კოლეჯში ოროსანი იყო, მილიონობით დოლარი მოუტანა. მისის გვინეამ წერილზეც მიპასუხა და სახლში სადილადაც დამპატიჟა. აი, იქ ვნახე პირველად თითების ჯამი. წყალში ალუბლის რამდენიმე ყვავილი ტივტივებდა და გადაუწყვიტე, რომ ეს ნამდვილად იაპონური სადილის შემდგომ მისართმევი წნიანი იყო. ჰოდა წყალიც დავლიე და პაწია ფურცლებით სულ ამოვჭამე. მისის გვინეას სიტყვაც არ უთქვამს და მხოლოდ კარგახნის შემდეგ, როცა სკოლაში ნაცნობს უამბე სადილის შესახებ, გაირკვა, რაც ჩამიდენია. როცა ლედის დეის გაკაშკაშებული ოფისიდან გამოვედით, ქუჩები ნაცრისფერი იყო და წვიმისაგან ოხშივარე ასდიოდა. შხაპუნა წვიმა კი არ იყო. თავის და უნებურად გულს რომ გიკრიალებს, არამედ აი ისეთი, ჩემი წარმოსახვით, ბრაზილიაში რომ უნდა იცოდეს. პირდაპირ ყავის მარცვლისოდენა წვეთები აცვიოდა ცხელ ტროტუარებს და ფრთღვიალა, მუქ ასფალტსაც ტალღებად ასდიოდა ორთქლის ღრუბლები. ცენტრალურ პარკში შუადღის მარტო გატარების ჩემს გეგმას ლედის დეის ოფისის ბზრიალა კარების მიქსერში აღმოხდა სული. თბილი წვიმიდან ტაქსის ბნელ მონჟღრეულ სტომახში შევძვერი ბეტსისთან, ჰილდასთან და ემილი ენ ოფენბახთან ერთად, რომელიც კოპწია, ტანმორჩილი, წითური გოგო იყო და ნიუ-ჯერსიში ქმარი და 3 ბავშვი ყავდა. ფილმი ძალიან სუსტი აღმოჩნდა. მასში მონაწილეობდნენ სასიამოვნო ქერა გოგონა, რომელიც ჯუნ ელისონს გავდა, მაგრამ აშკარად ვიღაც სხვა იყო და სექსუალური შავთმიანი გოგონა, რომელიც ელიზაბეთ ტეილორს გავდა, მაგრამ ასევე სხვა ვიღაც იყო და კიდევ 2 ხარბეჭიანი ტიპი, სახელად რიკი და გილი. ეს იყო ტექნიკოლორის ლაბორატორიაში გაკეთებული საფეხბურთო რომანი. ვერ ვიტან ტექნიკოლორის ფილმებს. ამ ფილმებში ყველა მსახიობს გადაცრეცილი ფერის კოსტიუმი აცვია და სარეცხი საშობებივით გამოჩხერილან ხასხასა მწვანე ხეების, კაშკაშა ყვითელი ყანების, ან კიდევ ყოველ მხარეს უკიდეგანოდ გადაშლილი კრიალა ლურჯი ოკეანის ფონზე. ამ ფილმებში ყველა მსახიობს გადაცრეცილი ფერის კოსტიუმი აცვია და სარეცხი საშობებივით გამოჩხერილან ხასხასა მწვანე ხეების, კაშკაშა ყვითელი ყანების, ან კიდევ ყოველ მხარეს უკიდეგანოდ გადაშლილი კრიალა ლურჯი ოკეანის ფონზე. მოქმედების უდიდესი ნაწილი საფეხბურთო ტრიბუნაზე ხდებოდა და კადრები სავსე იყო 2 გოგოს შეძახილებითა და ხელების ქნევით და ამ გოგოების გამომწვევ მაისურებზე მიბნეული კომბოსტოს ხელა ნარინჯისფერი ქრიზანთემებით. ხან კიდევ საცეკვაო მოედნებს გვიჩვენებდნენ, რომლებზეც ეს გოგონები ქარწაღებულნის პერსონაჟების მსგავსი კაბებით დასრიალებდნენ, თავიანთ სადრფოებთან ერთად და დროდადრო საგრიმიოროში იპარებოდნენ, რომ ერთმანეთის მწველი ვნებები განეხილათ. ბოლოს როგორც შევატყვე, სასიამოვნო ქერა გოგონა ასევე სასიამოვნო ფეხბურთელის ცოლი ხდებოდა და სექსუალური გოგონა კი მარტო რჩებოდა, რადგან კაცს, რომელსაც გილი ერქვა, თურმე მთელი ამ დროის მანძილზე მარტო საყვარელი სჭირდებოდა და არა ცოლი და
და ახლა ევროპაში გასამგზავრებლად ალაგებდა პარკს ერთი ბილეთით ხელში. აი აქ ვიყავით, როცა თავი უცნაურად ვიგრძენი. გარშემო მიმოვიხედე. თავებს ყოლა რიგში, წინა მხრიდან ერთნაირი გატაცების ხიმილი უბწყინავდათ და უკნიდან ერთნაირი შავი ჩრდილი ედოთ. ერთი დიდი სისულელის სულელურ ნაწილებს გავდნენ. ხებინების რეალური საფრთხე ვიგრძენი, არ ვიცოდი. მუცელი ამ საშინელი ფილმისგან ამტკივდა, თუ ყველაფერი ხიზილალის ბრალი იყო. სასტუმროში ვბრუნდები. ვუჩურჩულე სიბნელეში ბეტსის. ბეტსი მთელი გულისყურით მისჯერებოდა ეკრანს. ცუდად ხარ? ჩაიჩურჩულა ტუჩების ოდნავი რხევით. ცუდად კი არა ვკვდები. ვუთხარი, მეც შენთან ერთად წამოვალ. სკამებიდან წამოვდექით და ჩვენი რიგიდან ბოდიშის ხდით გამოვაღწიეთ. ხალხი ბუჟღუნებდა და სისინებდა და გზიდან ტალახიან ჩექმებსა და ქოლგებს გვაცლიდა და მე კი გონი მაინც ყველას ფეხზე ვაბიჯებდი, რადგან ერთადერთი რაც წინ მეწეოდა, ხებინების საშინელი სურვილი იყო. იმის გარდა ვერც ვერაფერს ვგრძნობდი და ვერც ვერაფერს ხედავდი. ქუჩაში რომ გამოვაღწიე, წვიმის უკანასკნელი თბილი წვეთები ცვიოდა. ბეტსი გადაფითრებული იყო. ლოყებიდან ვარდისფერი სულ მთლად გასცლოდა. თვალებში ამიჭრელდა მისი გამწვანებული და გაუფლილი სახე. ჭადრაკის დაფასავით შეღებილ ტაქსიში შევცვივდით, აი ისეთში, ყველა ტროტუარზე რომ დგას. სასტუმროში მისვლამდე მე ერთხელ ვაღებინე და ბეტსიმ ორჯერ. ტაქსის მძღოლი ქუჩის კუთხეებში ისეთი სისწრაფით უხვევდა, რომ მე და ბეტსი სკამზე ხან ერთ მხარეს ვცვიოდით, ხან მეორე მხარეს და ყოველ ჯერზე ერთ-ერთს გული გვერეოდა. ამ დროს სათითაოდ ვიგუზებოდით, თითქოს ძირს რამე დაგვივარდა და იმას ვეძებდით და მეორე ჩვენგანი კი ზმუკუნებდა და ვითომ ფანჯარაში იხედებოდა. ტაქსის მძღოლი მაინც მიხვდა, რაც გვჭირდა. ჰეი, აყვირდა, მაგრამ წითელზე იძულებული იყო გზა გაეგრძელებინა. ჩემს ტაქსიში არ გაქვთ ამის გაკეთების უფლება. ქუჩაში გადადით, მაგრამ არც ერთს ხმა არ ამოგვიღია და რადგან უკვე სასტუმროსთან ვიყავით, აღარ გადმოყარა და მთავარ შესასვლელთან გაგვიჩერა. ფულის დათვლის თავი არ ჰქონდა. მძღოლს მთელი ხუჯა ხურდა მივაჩეჩეთ. მანქანის გაბინძურებულ ძირზე რამდენიმე ქაღალდის ცხვირსახოცი დავაგდეთ და სასტუმროს ჰოლიდან ლიფტში შევცვივდით. ჩვენს იღბალზე ხალხი არ იყო. ბეტსის ისევ გული აერია და მე თავი დაუჭირე. მერე მე ვაღებინე და ახლა იმას ვეჭირე. ჩვეულებრივ რომ არ წყევ, მაშინვე უნდა მოგეშვას. ერთმანეთს გადავეხვიეთ, დავემშვიდობეთ და დერეფნის სხვადასხვა ბოლოებისაკენ გავეშურეთ, რომ საკუთარ ოთახებში დავწოლილიყავით. ისე უცებ არაფერი ამეგობრებს ადამიანებს, როგორც ერთად რწყევა, მაგრამ რაწამს კარი მივხურე, გახდა დავიწყე და საწოლთან მივლასლასდი. თავი კიდევ უფრო უარესად ვიგრძენი. საპირფარეშოსკენ წავფრატუნდი, ჩემს თეთრ ღიღილოებიან ხალათში გახვეული. ბეტსი უკვე იქ იყო. კარს უკან კვნესა ისმოდა. რაც შემეძლო სწრაფად წავედი მეორე საპირფარეშოსკენ. ისე შორს მეჩვენა მეგონა გზაში მოვკვდებოდი. უნიტაზზე დაუჯექი და თავით პირსაბანს მივეყუდე. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს საჭმელს ნაწლავებიც ამოვაყოლე. ღებინებას ღებინება მოსდევდა. ყოველ ჯერზე კიდევ უფრო ვსუსტდებოდი და ვკანკალებდი და მერე ყველაფერი თავიდან იწყებოდა. კაშკაშა თეთრი კაფელის კვადრატები ფეხქვეშ და თავს ზემოთ და ოთხივე მხრიდან მოიწევდნენ ჩემკენ და მაწვებოდნენ და მსრესდნენ. არ ვიცი, ეს ყველაფერი რამდენ ხანს გაგრძელდა. ონგანში ცივი წყალი ბოლომდე მქონდა მოშვებული, რომ ვინც კი გამოივლიდა ეფიქრა, თითქოს ტანსაცმელს ვრეცხავდი. ბოლოს ძირს დავწექი და დაურჩია ასე,
გაუნცრებლად. ზაფხულს ვეღარ ვგრძნობდი, თითქოს გარეთ ვიყავი და ზამთარი იყო. სიცივე ცვალ რბილში მატანდა, კბილს-კბილზე მაცემინებდა და სასტუმროს უზარმაზარი პირსახოცი თოვლის გროვად მედო თავქვეშ. უზრდელი თუ დააბრახუნებდა საპირფარეშოს კარზე ისე, როგორც ახლა მიბრახუნებდა ვიღაც. ხომ შეეძლო, ჩემთვის თავი დაენებებინა და სხვა საპირფარეშოში შესულიყო, როგორც ესმე გავაკეთე, მაგრამ ეს ვიღაცა აბრახუნებდა და მეხვეწებოდა შემომეშვა და მერე ვიცანი ეს ხმა ემილი ენ ოფენბახი იყო. ერთი წუთით ხმა ძლივს ამოვიღე, პირი წებოს კოლოფივით მქონდა. როგორც იქნა წამოვდექი, მეათეთ შავრეცხე უნიტაზე, ნიჟარა მოურეცხე და ნარწყევზეც დაკეცილი პირსახოცი დავაგდე, რომ მაშინვე თვალში საცემი არ ყოფილიყო. მერე საკეტი გავწიე და დერეფანში გამოვედი. ემილი ენისათვის ან ვინმე სხვისთვის თვალებში რომ არ შემეხედა, პირდაპირ დერეფნის ბოლოში მოლივლივე სარკმელს მივაშტერდი და იმისკენ წავედი. შემდეგი რაც აღვიქვი, ვიღაცის ფეხსაცმელი იყო, ზორბა, საკმაოდ ძველი, დაჭმუჭნილი შავი ტყავისაგან შეკერილი ფეხსაცმელი, გადაცრეცილი ლაქითა და პაწია საჰაერო ნასვრეტებით დაფარული წვეტი პირდაპირ ჩემკენ ჰქონდა მომართული და ეს ფეხსაცმელი იმავე მწვანე და მაგარ ზედაპირს აწვა, რომელსაც ჩემი მარჯვენა ლოყა. არ ვინძრეოდი, გონი ისიც აღარ მახსოვდა, როგორ უნდა გამძრეულიყავი. მერე ფეხსაცმლის ოდნავ მარცხნივ, თეთრ ფონზე, ხუჯად ღიღილოები დავლანდე. თვალები თავისით ამევსო ცრემლებით. ეს ჩემი საკუთარი ხალათი სახელო იყო და ბოლოდან კი მკვდარი, ზუთხივით გაყვითლებული ჩემი მარცხენა ხელის მტევანი გამოფშეკოდა. ახლა უკვე კარგადაა. ხმა მაღლიდან ჩემს თავს ზემოდან მოდიოდა. ჯერ ამაში უცნაური არაფერი მომჩვენებია, მაგრამ მერე გავიფიქრე, რომ უცნაური იყო, რადგან ეს მამაკაცის ხმა იყო და ჩვენ სასტუმროში კი არც ხე და არც ღამე მამაკაცებს არ უშვებდნენ. კიდევ რამდენია? გააგრძელა ხმამ. გულისყურით ვუსმენდი. იატაკი სრულქმნილად მყარი იყო. გავიფიქრე კარგია, რომ უკვე დავეცი და ამის იქით ვეხარსად ჩავვარდები მეთქი. გონი 11, უპასუხა ქალის ხმამ. ეს ხმა შავ ფეხსაცმელს მივაკუთვნე. კიდევ 11 არიან, მაგრამ ერთი აკლდად. ასე რომ კიდევ 10-ია. კარგი, თქვენ ეს დააწვინეთ და დანარჩენებს მე მივხედავ. ბუხ-ბუხ. რამდენჯერმე მომესმა ბრახუნი, მარცხენა ყურში და მერე ხმა თანდათან შესუსტდა. შორს კარი გააღეს და იქიდან კვნესის ხმამ მოაღწია. მერე კარი დაიხურა. ეღლიებში ორი ხელი შემიცურდა და ქალის ხმამ მითხრა, წამოდი, წამოდი ძვირფასო, მე და შენ შევძლებთ ამას და მერე ვიგრძენი. ნახევრად როგორ ავიწიე და ნელ-ნელა კარებები სათითაოდ როგორ ამოძრავდა ჩემ გასწვრივ, ვიდრე გაღებულ კარს არ მივაღწიეთ და იქ არ შევედით. ჩემ საწოლზე თეთრეული გასწორებული იყო. ქალმა დამაწვინა, საბანი ნიკაპამდე დამაფარა და სულის მოსათქმელად საწოლთან სავარძელში ჩაჯდა. ბუტკუნა ვარდისფერი ხელით სახეს ინიავებდა, ოქროსფერ ჩარჩოიანი სათვალე ეკეთა და ექთმის ქუდი ეხურა. ვინ ბრძანდებით? ვკითხე სუსტი ხმით. სასტუმროს ეგთანი ვარ. რა მჭირს? მოწამლულები ხართ ყველანი. ასეთი არაფერი მინახავს. რა ჭამეთ გოგონებო? ყველა ცუდადაა? ვიკითხე იმედით. ყველა, მითხრა დარწმუნებით. ყველა პაწია ლეკოვით წკმუტუნებს და დედიკოს ითხოვს. აქამდე თითქოს მთელი ოთახი თავისი სკამებით, მაგიდითა და კედლებით გულზე მაწვა და ახლა ერთბაშად მომეშვა. ექიმმა ნემსი გაგიკეთა. კარიდან მითხრა ექთანმა, ახლა ჩაგეძინება და კარი რვეულის ცარიელი ფურცელივით დაიხურა
და მერე კარს კიდევ უფრო დიდი ფურცელი გადაეფარა. მეც იმაში გავეხვიე და ტკბილად დავიცინე. ვიღაც თეთრი ფინჯნით ხალში ჩემს ბალიშთან იდგა. ეს დალიე, მითხრა ხმამ. თავი გავაქნიე. ბალიშმა თივასავით გაიჭრაჭუნა. დალიე და თავს უკეთ იგრძნობ. სქელი ფაიფურის თეთრი ფინჯანი ჩემს ცხვირთან დაეშვა. კრთალ შუქზე, რომელიც ბინდისაც შეიძლებოდა ყოფილიყო და გარეშ რაჟისაც. ქარვისფერ, კრიალა სითხეს ჩავაშტერდი. შიგ, აქა-იქ, ცხიმის ლაქები დაცურავდა და ნესტოებს ქათმის სურნელიც მოსწვდა. ჩემი თვალები ახლა ფინჯნიდან კაბაზე გადაცურდნენ. ბეცი, ამოვიღე ხმა. ბეცი კი არა, მე ვარ. ავიხედე და სარკმლის ფონზე დორინის თავი და ზედ დიადემასავით ოქროსფრად მოელვარე თმა დავლანდე. სახეზე ჩრდილი ეცემოდა და მის გამომეტყველებას ვერ ვხედავდი, მაგრამ როგორღაც მისი თითებიდან წამოსულ, ისეთი სინაზის ნაკადს ვგრძნობდი, სხვა დროს უფრო ბეცის ან დედაჩემს რომ მივაკუთვნებდი. თავი წამოვწიე და ბულიონი მოვსვი. პირი თითქოს ქვიშით მქონდა სავსე. კიდევ მოვსვი და კიდევ და კიდევ და ფინჯანიც დაცარიელდა. თითქოს ახლად დავიბადე. დორინმა ფინჯანი სარკმლის რაფაზე დადგა და სავარძელში ჩაჯდა. გაოცებით შევნიშნე, რომ ხელში სიგარეტი არ ეჭირა. ბეცი უსიგარეტოდ საერთოდ არ მახსოვს. კინაღამ მოკვდი, თქვა ბოლოს. გონი, ხიზი ლალის ბრალი იყო. არა, კიბორჩხალას ხორცმაქნა ყველაფერი. შეამოწმეს და დომეინით იყო სავსე. თვალწინ დამიდგა ლედის დეის ზეციურად თეთრი, უკიდეგანო სამზარეულოები. წარმოვიდგინე ავოკადოები როგორ იტენებოდა კიბორჩხალას ხორცით და მაიონეზით და მერე ამ ყველაფერს კაშკაშა განათების ქვეშ როგორ უღებდნენ ფოტოებს. წარმოვიდგინე ალიგატორის ყბასავით გამოშვერილი მწვანე ავოკადოში მაიონეზიდან მაცდუნებლად ამოშვერილი ნაზი, ვარდისფრად დაწინწკლული ხორცი, შხამი. ვინ შეამოწმა? ჩემს წარმოსახვაში ექიმმა ერთ-ერთი ჩვენგანის მუცლიდან როგორღაც გამოტუმბა ეს შხამი და თავის ლაბორატორიაში ანალიზი ჩაუტარა. ლედის დეის იდიოტებმა. როგორც კი შეიტყვეს, რომ ყველანი ფეხებს ფშეკდით, ვიღაცამ ოფისში დარეკა და ოფისიდან ლედის დეის დაუკავშირდნენ და რაც სადილიდან დარჩა, ყველაფრის ანალიზი აიღეს. ჰეჰ, გავიმეორე ფუტუროდ. კარგი იყო, დორინი რომ ყავდა აქ. საჩუქრები გამოგზავნეს. დაამატა დორინმა. დერეფანში საჩუქრებით სავსე უზარმაზარი ყუთი დგას. ასე უცებ როგორ მოიტანეს. სპეციალური ფოსტით. რა გონია? აწყობთ ახლა მაგათ რომ წახვიდეთ და ყველგან თქვათ ლედის დეიში მოვიწამლეთო. ერთი ჭკვიანი ადვოკატი რომ იშოვოთ, სულ მთლად გააკოდრებთ. რა საჩუქრებია? გავიფიქრე, რადგან თავს ახლა ასე კარგად ვგრძნობ. თუ კარგი საჩუქრებია, რაც მოხდა, დავივიწყებ მეთქი. ჯერ არავის გაუხსნია. შეკრულები დევს. წვნიანი უნდა ჩამოურიგო ყველას. მე ხომ თქვენ შორის ერთადერთი ვარ, ვინც ფეხს ედგას. მაგრამ პირველად შენთან მოვედი. მიდი რა, ნახე, რა საჩუქრებია. შევეხვეწე. მერე გამახსენდა და ვუთხარი. შენთვისაც მაქვს საჩუქარი. დორინი დერეფანში გავიდა. ჯერ სადღაც წრიალებდა და მერე ქაღალდის ხევის ხმა მომესმა. ბოლოს უკან შემოვიდა. ხელში სქელი, პრიალა ყდიანი წიგნით, რომელიც გვარებით იყო გადაჭრელებული. წლის საუკეთესო 30 მოთხრობა. წიგნი მომცა. ყუთში კიდევ 11-ია. ალბათ იფიქრეს, რომ ვიდრე გამოჭამთელდებით, რამის წაკითხვა მოგინდებათ.
დორინი შეყუნდა და მერე მკითხა, ჩემი სადაა? ჩემს ხელჩანთაში დავიწყე ქექვა და დორინს მისი სახელით და გვირილებით მორდული სარკე მივაწოდე. შემომხედა და მეც შევხედე და ორივე სიცილი აგვიტყდა. თუ გინდა ჩემი ბულიონიც დალიე? მითხრა დორინმა. შეცდომით ლანგარზე 12 დადგეს. მე და ლენი მკიწვიმის გადაღების მოლოდინში იმდენი ჰოთ-დოგი გადავსანცლეთ, რომ ერთ ლუკმასაც ვეღარ შევჭამ. შემოიტანე, კუჭი მიხმება. პირველი ნაწილის დასასრული. მადლობა რომ გვისმენთ. მომავალ შეხვედრამდე.